საღამო მშვიდობის თავგადასავალი მორიგი სატელევიზიო სეზონით ბრუნდება ეთერში და ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად საინტერესო ადამიანები მოყვებიან თქვენთვის ისევ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს. დღევანდელი თავგადასავალი ცოტათი განსხვავებული იქნება. დღეს ბოლოდროინდელ თავგადასავლებს მოყვებიან ორი სინდისის პატიმარი, ამჯერად თავისუფლებაზე მყოფი გიორგი ახობაძე და ნიკა კაცია, რომლებიც ცრუ მოწმეების ბრალდების საფუძველზე რეჟიმმა 20 წლიანი ციხისთვის გაიმეტა. თუმცა მოხდა სასწაული, ისეთი სასწაული, რომელსაც არავინ არ ველოდით და დღეს ეს ორი ადამიანი თავისუფალია. გიორგი, საღამო მშვიდობის, პირველ რიგში ჩვენ კი შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გილოცავ იმას, რომ დღეს თავისუფალი ხარ. აქვე აღნიშნავ იმას, რომ როდესაც შენი განთავისუფლება მოხდა და შემდეგ უკვე ნიკუშა ბედნიერი კაციასი, ყველა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნარკოტიკი ჩაგიდეს. და ჩვენ ქვეყანაში ეს უმსგავსობა დღემდე სამწუხაროდ ისევ გრძელდება. მოდი იმ დღიდან დავიწყოთ, როდესაც დაგაკავეს და ციხეში გადაგიყვანეს. აი ეს ემოცია, იმ დღის ემოცია მაინტერესებს შენ. დღეს ემოცია ძალიან ძიმე იყო პირველი რაც იყო ეს მოულოდნელობა და იმედგაცრუება პატრულში პირველ რიგში რაც იყო თვითონაც ძალიან ზე იყო აცნობიერებდა რაშიც იღებდა მონაწილეობას და მე რაღაც მომენტში იყო შიში იმიტომ რომ იმდენი ისეთი რაოდენობის ადამიანი ამოიზარდა უცებ მიწიდან და თავს დამესხნენ რომ სანამ მივხვდი და გავაცნობიერე რა ხდებოდა ერთის ხრი მივხვდი რომ პოლიცია იყო უბრალოდ რა მიზნები ჰქონდათ სანამ გავერკვიე პირველ ველოდებოდი ფიზიკურ ანგარიშწორებას იმიტომ რომ ზირთად მაგ პერიოდში ეგ იყო პოპულარული მათი მხრიდან და მე უკვე ჯიბეზე რო ხელი ვიგრძენი მანდ მივხვდი რომ თუდად არის ჩემი საქმე და ეგ იყო ისეთი ემოცია რომ უკვე რომ წამომაყენეს და რომ დავინახე რომ გადავამოწმე და ჯიბეშიც რომ დავინახე რომ რაღაც გამოვსული იყო და მათი მოქმედების შედეგი უკვე ჩანდა დიდი რაოდენობა იყო ისე ჩანდა მივხვდი რომ დიდი ვადა იყო და უბრალოდ ვერ ვაცნობიერებდი რა შეიძლება ყოფილიყო ის რომ მე მემტკიცებინა ჩემი სიმართლე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ამდენი ადამიანი რომ მოვა მეთქი სასამართლოზე და რა იტყვის რომ ანუ ჯიბეში ედო და ამოვიღეთ მე რა რითი უნდა ვიმართლო თავით ეგ ემოცია მქონდა პირველი რაც იყო და ნუ მე წამოვიდა უკვე ნენელა ბრაზიექს რომ გავაცნობიერე თავისებურად დაილექა და ნუ მივხვდი რომ ამ მოცემულობაში ვარ და ამას არაფერი აღარ ეშველება ამ ეტაპზე და ნუ რაღაც იმ მომენტიდან ჩამერთო უფრო რაღაცა ეს ბრძოლის რეჟიმი და ასე გაგრძელდა ალბათ 9 თვის მანძილზე რა ძალიან სხვადასხვანაირი ემოციები მონაცვლეობდა ხოლმე რა ბრაზიც იმედგაცრუებას კი და ასე შემდეგ მაგრამ ნუ ისეთი მომენტებიც იყო როცა პირიქით ძალიან შემართებით ვიყავი ხოთაშორის უნდა გავიხსენო პირველად როდესაც ეს გაზის ეგრეთ წოდებული ბალონები ისროლეს მაშინ დელიდან მახსოვ ხარ ანუ პირველია ეს იყო რომ ადამიანი გვასწავლიდა აი როგორ უნდა ჩაგვექრო ეს გაზი თუ რაღაცა რომ არ ემოქმედა ძალიან მარტივად ხდება ყველას მინდა უთხრა ლიტრიანი ბოთლები წამოიყოლეთ თავი გადააჭერით წყალი ქონეთ შიგნით სადა აი ესეთი ეს არ ცხელდება არის აი კარტოფილი რო ამოგიღიათ ცეცხლიან ეგეთი იღებთ ამაში აგდებთ და უბრალოდ ხდება მართლა ყელში ამოვიდა რა თურმე ვიღაცას ასახსნელი აქვს რომ რუსია და რომ რუსი მტერია და რუსი როზის პარლამენტში და მთავრობაში უნდა გამოხვიდე რუსთაველზე და შენი პოზიცია უნდა დააფიქსირე მე უკვე ეს რაღაცა შენი აქტიურობები რო წამოვიდა მე პირადად სულ მქონდა იმის შიში რომ აი აქტიური ადამიანია და რამე არ გაუკეთონ რა ცუდი
თუმცა აი თუ ელოდებოდი ახლა იმ პერიოდში ყველა ველოდებოდით ხო თავდასხმას იმას იმ ქმედებას რასაც ძირითადად ჩადიოდნენ ხოლმე. აი ამ კონკრეტული ფაქტით დაჭერას თუ ელოდებოდი, აი თუ დაგიშვია რომ შეიძლება და ესეთი რაღაცა გაეკეთებინათ. ხო იდეაში ჩემი წინააღმდეგობა სახელმწიფოს მიმართ, მისი სახელმწიფოს ძალადობის მიმართ არ იყო რაღაც ეს ძალადობრივი და როგორ გითხრა, არ გეგმავდი ვინმეს დაზიანებას შესაბამისად, მაგ კუთხით ძალიან გაუჭირდებოდათ რამე საქმის შეკერვა, რომ გამოვეკეტე. და ნუ მე შემდეგ რჩებოდა ერთი ან ფიზიკური ანგარიშწორება, ან რაც ესე ტრადიციულად მათ ახასიათებს, ან იარაღის ან ნარკოტიკის ჩადება და ხო ვფიქრობდი რომ შეიძლება მოხდეს, უბრალოდ არ ვფიქრობდი რომ ამდენად ესე თქო უსისხლოდ შეუძლიათ ადამიანის გაწირვა რა იმ ნარკოტიკის ჩადებასაც თავის ესე თქვა მასშტაბები აქვს რა შეიძლება ხა ადვოკატთან ერთად ვათვალიერებდი თქვა რა შეეძლოთ გაეკეთებინათ თუნდაც იგივე საქმისთვის და ამდენად როგორ გითხრა დაუნდობლად მოიქცნენ რა ალბათ ეს დაშინების მიზანის ჰქონდა ამ ყველაფერს შეიძლება რამე ისტორიის შეთხზვაც უნდათ იმიტომ რომ ნიკასთანაც ესეთი უცნაური რაოდენობა ჩადეს როცა რეალურად 7 ჯერ ნაკლები ნიკასთან და 4 ჯერ ნაკლები ჩემთან იგივე მუხსი თვალისწინებდა ანუ ბევრად ნაკლებიც რომ ჩაედოთ უბრალოდ ას მუჭებით ირბინეს და მე მგონია რომ რაღაცა სტორი გაუფუჭდათ რომელიც ბოლომდე ვერ მიიყვანეს რაც მე და ნიკამ ამაზე ვისაუბრეთ და ნუ ეს არა მარტო გაწირვა იყო როგორც ესეთი როგორც პატიმრობისთვის არამედ რაღაც რეპუტაციული ზიანიც და ზოგადად რაღაცა სოციუმში უნდათ სავარაუდოდ ჩვენი განადგურება და პლუს დისკრედიტაცია აქციის მონაწილეების ესე ჩანს ჩემთვის ეს სურათი რა გიორგი როდესაც ხვდები საკანში გამოკეტილი ხარ რა აი 4 კედელში და თან ამ დღევანდელი ჩვენი სასამართლოს პირობებში რეალურად არ იცი შენ სიმართლეს იპოვი თუ არა და რა გეშველება და თან ახლა ეს მუხლი რა მუხლითაც იყავით დაკავებული მთელი 20 წლით შეიძლება გამოკეტონ ციხეში მთელი ცხოვრება ხო აი ციხეში გატარებული დღეები თქვათ თავიდან როგორ ხდება მე შეგუება ამ ყველაფერთან აი ეს მაინტერესებს ალბათ ხო ციხეში ზოგადად მოხვედ რასთან დაკავშირებით ხო ნუ ესეთი არასასიამოვნო ადგილია და ნუ სულ ცოტა თავისუფლება გაქვს შეზღუდული და რაღაც იხარ ერთ კონკრეტულ ოთახში ეგ არის შენი მთელი სამყარო და იმის იგით ვერ გადიხარ და მაგის მიმართ რაღაც გარკვეული შიშები რა თქმა უნდა როგორც ყველა ადამიანს მეც მქონდა და ნუ ერთი რაც შევამჩნიე ჩემ თავს მე ვაკვირდებოდი ზუსტად ახლა რა კითხვას დამისვი როგორი რეაგირება ქონდა ჩემს ფსიქიკას ესე თქვა ამ პროცესზე და პირველი რაც იყო უბრალოდ ჯერ ცნობის მოყვარეობა იყო რომ ნუ იქ თანამშრომლებს აკვირდები რანა სად რა ხდება როგორ იქცევიან სად საფრთხეა სად არ არის საფრთხე ვისი იმედი შეიძლება ქონდეს ან დახმარების ან რაღაცა რო თხოვო და ნუ ერთი რაც იყო ვფიქრობ რომ გარკვეული ეს რაღაც ნეგატიური გარემო რაც შეიძლება ხვდებოდეს სხვა პატიმრებს და აკომპენსირა იმან რომ მეტნაკლებად ანუ რადგან ესე გახმაურებული საქმეები იყო ყურადღება უფრო ცოტა სხვანაირი იყო ჩვენს მიმართ და როგორ გითხრათ თვითონ ციხის მაშინდელმა უფროსმა და მისმა მოადგილებმა რაც ფაქტია რომ ეს მათი გადაწყვეტილებები იყო საკანში ისეთში მოხვდი სადაც ალბათ ციხეში რაც შეიძლება ინატრო რომ მაქსიმალურად 7 და მოწესრიგებული და სუფთა გარემო იყოს ეგეთი იყო ну თავიდან ძნელი რაც არის უცხო ადამიანებთან ხვდები რომელიც იცი რომ ამა თუ იმ დანაშაულის გამო იქ შედან და დაახლოებით ძალიან პატარა სივრცეში სწავლობ თანაცხოვრებას აბსოლუტურად უცხო ადამიანებთან რომლებთანაც იმდენი განსხვავება გაქვს რომ ალბათ ჩვეულებრივ ცხოვრებაში წარმოუდგენელია რომ ეგრე გაძლო მაგრამ მე რაღაცა გარკვეულ ჩვევებსაც გამომუშავებინებს რომელიც მე შეიძლება გარეთ გამოგადგეს თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობაში რომ იქ ყველა ერთმანეთს ითვალისწინებს რა რაღაცნაირი თავისებული სოლიდარობაა თუ თავისებული რაღაცა კომპრომისების სისტემა. ხოთშორის ეგ ყველაზე მეტად გვაკლია ქართველებს გარეთ. გარეთ კი იქ ძალიან გჭირდება იგი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთ და იგივე ოთახში იღვიძებთ, იძინებთ, მუდმივად ერთი რუტინა გაქვთ, ერთად ჭამთ. რაღაცა იქ გასართობია თუ რაღაცა, ყველაფერს ერთად აკეთებ. წიგნები იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი ციხეში. დრო რო ვერ ვიგრძენი და როგორ გაირბინა ამ 8 თვემ
ალბათ ლომის წილი მაგაში წიგნებს აქვს, იმიტომ რომ სიმშვიდე გაქვს, სიჩუმე გაქვს, არსად არ გეჩქარება და შეგიძლია უსასრულოდ იჯდე და იკითხო და რაც იყო რა შეგვიძლია გავაკეთოთ და მეთქი აი ყველას ვეუბნებოდი რომ შენი ტოპ 5 წიგნი შემომიგზავნე და ნელ-ნელა ესე როტაცია გავაკეთე, შემოდიოდა, წავიკითხავდი, გავიტანდი და დამიგროვდა საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა. ერთ-ერთ აქციაზე ესე მარში მოდის და ეს ჩემი ბანერი უჭირავს, ჩემი მეუღლის დეიდას ხალხი თუ არ ვწდები და გვერდზე მეორე ბანერი არის ილია ჭავჭავაძის და მეთქი ამისთვის ღირდა აქ ჯდომა, რომ ისეთ ბრძოლაში ხარ, სადაც შეიძლება ეს ორი გამოსახულება ერთად მოხვდეს, მეთქი ალბათ ამაზე მაგარი საჩუქარი ჩემთვის არაფერი არ იქნებოდა და ხო ამ ბანერთან ეგ ემოციაც მაქვს, რომ ხო ისეთი ადამიანების ფოტოებთან ერთად დაატარებდნენ ხოლმე, რომ ალბათ მაგაზე მაგარი შეგრძნება, რომ იმ ბრძოლაში ხარ, რაც იმ ადამიანებმა დაიწყეს, ალბათ არაფერი არ არის. აი იქ ხარ, იმ სულს გრძნობ, რა სულიც ჩვენმა წინაპრებმა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში გააცოცხლეს და მე რაღაცნაირად ჩვენამდე მოაღწევინეს რა. და ამის გასინჯვა აუცილებლად ღირს ყველასთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად რთული იქნება და რა განსასწრებელი მოყვება ამას. უკვე რო შევედი ახლა შეთანხმებული, ესე ვთქვათ, საზოგადოება იჯდა იქ გარკვეულ წესებზე, რომელიც შემომთავაზეს და ნუ აი ასე ვცხოვრობთო და შენთვისაც თუ ეს მისაღებიაო გაგვიხარდა. და როგორი იყო ეს ცხოვრება? კეთილი იყო აი როგორ ცხოვრობდნენ? ნუ პირველი რაც ხდება არის წესრიგი და სისუფთავე, რომელიც ნუ იქ წარმოგიდგენთ 4 ადამიანი და 5 ადამიანის პატარა სივრცეში ბევრ ესე ვთქვათ არეულობას იწვევს, გინდა საკვების მიღების ხო ასე შემდეგ დამცეცები იყრება ასე შემდეგ და იქ არის რაღაცა ცუდი მწერები, რომლებიც პატიმრებს აწუხებენ და რო აიცილო თავიდან თუ ისე გაგიმართლა რომ ეგეთ კამერაში მოხვდი საკანში, სადაც ეს არ ხდება, ნუ აუცილებელია სისუფთავის დაცვა. აუცილებელია დაცვა და ნუ ერთი ეგ იყო რომ ანუ ეს რაღაც პერიოდულობით ყველა მონაწილეობს ამ საქმეში რიგრიგობით, ის რომ რაღაც ნივთები თავის ადგილზე უნდა იდოს, იმიტომ რომ სივრცე და ზედაპირები ძალიან შეზღუდულია და ყველას თავისი პირადი ადგილი აქვს, იქ რასაც გინდა იმას აკეთებს, სადაც გინდა რაღაცას დადებ, მაგრამ საერთო სივრცეებში და ადგილებში აი ჭურჭელი იქნება ეს თუ თქვათ რაღაც ტაფა იქნება თუ ნებისმიერი რაღაცა რომ გამოვიყენებდით, ანუ სულ იყო ესე რა, არაფერი ზედაპირზე არ რჩებოდა რა, ყოველთვის იყო მოწესრიგებულობა. ერთი ეს იყო პირველი რაც ვილაპარაკეთ და ნუ იქ იყო მე არის ფინანსური ნაწილი, ვთქვათ, მინ როგორ ცხოვრობს, რა შენ თუ გინდაო, ანუ შენთვის იყავიო და ანუ შენთვის ჭამე და ლიე და რავი რაც გინდა ისაკეთეო, ჩვენო ესე ვცხოვრობთო, რომ რაღაც მოკლედ საერთო სალაროსავით იყო, საიდანაც ეს პროდუქტები შეძენა ხდებოდა. ერთ-ერთი რომელიც იჯდა ყველაზე დიდხანს იმ საკანში, ის ადამიანი ძალიან კარგი კულინარი აღმოჩნდა, რომელიც სანგემრიელ სადილებს გვიკეთებდა. და ნუ ესე იყო რომ მოკლედ ამაზე შევთანხმდით და მეთქი რა ვიცი თქვენ ჩემზე უკეთ იცით აქ რა ხდება, როგორ ხდება, მეთქი აგერ არის ჩემი ბარათი, იმიტომ ყველას ბარათები ესე იდო, ზოგადად ეგ არ ხდება სხვა საკნებში, მე ამიხსნეს რომ თუ ისე მოხდა რომ სხვაგან ანუ მე ამიხსნეს ცუდი ვარიანტი რა შეიძლება იყოს საკნის და იქ როგორ ჯობია რომ თავი დაიცვა მაგალითად და იქ ნუ აბსოლუტურად ისეთი დემოკრატიული სივრცე იყო და ერთმანეთს უფრთხილდებოდით მოკლედ. ნუ მე არის უკვე რუტინა იწყება მაგას პრინციპში ახსნა სარჭირდება უკვე აკვირდები როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები და შენც რაღაც ცდილობ შენც ჩაჯდე მაგ რიტმში და ნუ ისაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვა წამოაყენო საკითხი რომ მაგალითად რაღაცა მაგალითად იქ რო შევედი ის ადამიანები ძალიან ცოტა სჭამდნენ ჩემთვის მაგალითად დილით რაც ჩაის დარავდნენ და მე ერთხელ არც სვავდნენ ჩაის სადილობდნენ რეალურად ერთხელ და მე ნუ მაგ მხრივ ცოტა ის ვარ რა ბევრი მოთხოვნილება მაგ და ბოლოს შემარქვეს კუჭკუჭი ხო ამიტომ ეცინებოდათ რომ მუდმივ რეჟიმში ხო წონაზე და მეტყო რომ გამოვედი ალბათ ეგ რაღაც სტრესის მომენტიც იყო რა სტრესი შეიძლება რაღაცის კომპენსაციასაც ვაკეთებდი მაგითი არა და ვიღაცები პატიმრები არიან ვინც გახდნენ პირიქით ციხეში კი ანუ იქ ხო გააჩნია რა სჭამ ისეთი იცი როგორ რაღაცა ისაც მოდის ციხის საკვები რაც არის ნუ ეხა არ ვიცი ძალიან რო გშია შეჭამ ყველაფერს მაგრამ ნუ არის რაღაცა რაც მეტნაკლებად შეჭმადია ზოგს კალორია არ აქვს ზოგში ცილა არ არის ნუ ცოტა რაღაცა მოკლედ კვების თვალსაზრისით კარგი იქნებოდა უკეთესი ხარისხის საკვები რო იყოს ამიტომ რაღაც მომენტში გიწევს ან შენით კეთება ან მერე ნუ როცა არ გაქვს საჭმელი რა შეიძლება იყოს და სნიკერსი ტვიქსი და ესეთი რაღაცეები რომ შეგიძლია მერე ტკბილეულით ჩაანაცვლო
იქ სადაც ვიყავ იმ საკანში, იქ ერთი საერთო ტელევიზორი იყო და თან როგორ არის ანტენას არიჭე, უბრალოდ არხები რომ დააჭერინო, ეს ანტენა რაღაც კონკრეტულ პოზიციაში უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა ფლიგელი კარგად არ უდგება, ასე ვთქვათ, სიგნალს და ერთი საერთო ტელევიზორი მქონდა. მე უკვე შემდეგ საკნებში ჩემი პირადი მქონდა და მე თვითონ მართავდი ეს ვთქვათ რა მეყურებინა და იქ მაგაზეც უნდა შეთანხმდე რომ აი არიან ადამიანები ვისაც მაგალითად საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა არიან ადამიანები რომ იმდენი ხანი უნდა იჯდეს შიგნით რომ ანუ იმ პერიოდში შეიძლება სამი ხელისუფლება შეიცვალოს და ანუ არის ზოგადად ისაც ხო ზოგ ადამიანს საერთოდ ისაც არ აინტერესებს მე იყო ესეთი მომენტი რომ მე შეამჩნიეს რომ მე ძალიან მინდოდა ჩვენი კრიტიკული მედიის გადაცემების ყურება და გამომიყვეს საღამოს ვთქვათ დრო, სადაც საინფორმაციოს ვეცნობოდი და მე უკვე პოლიტიკაზეც რომ ამოდენიმეჯერ ვიკამათეთ, რაღაცა აზრები გავცვალეთ, ისაო, ანუ ჩვენცო არ ვართო ეხლა ესე ვთქვათ რაღაცა ქართული ოცნების მხარდამჭერები, უბრალოდ რო უყურებთო ამ დაძაბულობას მაშინ სულის იყო ძალიან არეულობა იყო ქუჩაში, იყო მე საფრთხეთევნა, აქტივისტების და ასე შემდეგ, დაპატიმრებები და მოკლედ ეს ხმაური დაძაბულობა, ეს ძალადობის სცენები და ასე შემდეგ რაც მოდიოდა ხელისუფლების მხრიდან, როგორც ამიხსნეს, რომ აი ძალიან გზაბავსო რა, უბრალოდ მირჩევნია რომ საერთოდ არ ვიცოდეო რა ხდებაო და გასაგებიც არის ახლა მე იქ სხვა ესე ვთქვათ იმითი მოსაზრებით კი არა აზრით ვიყავი რომ მაგის გამო მოხდი ეგ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და პლუს მაგის იმედზე ვიყავი რა მოხდებოდა მე ჩემს თავს ამიტომ ჩემთვის ცოტა უფრო დამამშვიდებელი ეფექტი უფრო ჰქონდა და ესეთი რაღაცები იქ რაღაც წიგს კითხულობ მე რაღაც შუალედში სადილის მერე წყნარი საათი ჰქონდა და ვისვენებდით და სეირნობას რეალურად გთავაზობს საპრობილ ციხე ოღონდ შინაგანაწესში უწერიათ რომ შენ ეს სეირნობა გეკუთვნის დღეში 1 საათი, არა უმეტეს 1 საათი. საერთოდ არ არის დაკონკრეტებული რომელ საათზე. როგორც მივხვდი, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა მოითხოვო და რაღაც მომენტში შეძლების და გვარად გაგასეირნება. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე რასაც დავაკვირდი, დაახლოებით 100-დან 150 პატიმრამდე აბარია 2 ოფიცერს რეალურად იმ ფლიგელში და ამათმა უნდა უზრუნველყონ ამათი შხაპი, სეირნობა, ტელეფონზე დარეკვა, იქ მე ვინმეს ექიმი თუ უნდა ან სხვა რაღაცა მიმდინარე პრობლემა თუ აქ ან რაღაც საკითხი, ან შეხვედრა უნდა ვინმესთან იქ ადვოკატთან უნდა გადაიყვანოს, გამომძიებელთან 1000 რაღაც საქმეა და ეს გააღე დაკეტე, პლუს მე ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ სხვა პატიმარი, იმიტომ რომ შეიძლება კონფლიქტი წარმოიქმნას და პირველი ერთი ალბათ 6 თვე არ მისეირნია. და მე უკვე საკანი რო შევიცვალე, ნიკას ჰქონდა, რა ქვია ექსკლუზიური დრო 9 საათზე სეირნებდა მხოლოდ ედიკაცია და ეგრევე მე ჩემზეც გავცელდა ეგ სიკეთე და ხო ნუ თან რაღაცა იქ ჩემ თანამოაზრეებთან ერთად რომ მოვხდი უკვე საკანში ზვიადი იყო თორნიკე გოშაძე იყო ნიკა იყო და როგორ გითხრათ ის რუსთაველის ემოცია და შეგრძნება უკვე იქვე გამიჩნდა და ტელევიზორთან მიჯაჭვულობა მათ ცოტა გაიარა და როგორ გითხრათ მეტად უფრო მშვიდად ის ბოლო თვენახევარი გაცილებით სასიამოვნო იყო ესე დავარქვათ ჩემთვის აღარც ქმნიდა ფაქტიურად იმ ციხის და რაღაც გამოკეტილობის შეგრძნებას იმიტომ რომ ისეთ ხალხთან ერთად ვიჯექი საიდანაც მომიტაცეს დასაწყისშივე და ამიტომ რაღაცა სახალისოც კი იყო რაღაც მხრივ. მანდაც ხო მანდაც ახლა რა თქმა უნდა რაც არ უნდა თანამებრძოლები ვიყოთ იგივე წესები მოქმედებს იმიტომ რომ განსხვავებული ადამიანები ვართ და ხო ნუ ერთი ისაა რომ მეტად შეგვიძლია ერთმანეთი გავითვალისწინოთ და ხო იყო მომენტები რომ მე ვფიქრობდი რაღაც მომენტებში მოდის ის რომ აი გარეთ არის ამ ხელა სამყარო რაღაცა ეს ოთხკუთხედი კოლოფია რომელშიც გამოკეტილი ხარ და ატყობ ის ახლა მე აცნობიერებ რომ შენნაირი ადამიანები ანუ რაღაცა ისიც ადამიანი შენც ადამიანია გარედან რომ კარს გიკეტავენ და თვითონ აგრძელებენ ცხოვრებას და შეიძლება კოლოფში ხარ ჩაკეტილი და ძალიან ცუდი და ბრაზი შეგრძნება მოაქვს ამას რომ როგორ შეიძლება ვიღაცას კონდეს იმის უფლება რომ ესე დაკეტოს შიგნით. მან უკვე იმასაც აღარ მიდიოდა ტვინი დამნაშავე ხარ თუ არა რა ზოგადად ხო ალბათ რაღაც ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ვაჯენდეთ ადამიანებს ციხეში ჩემს ცივილიზებული საზოგადოებები ცოტა უნდა გადავხედოთ სასჯელის ფორმებსაც რა იმიტომ რომ სასჯელიც მგონია რომ არ უნდა იყოს გამოსავალი უნდა იყოს უფრო ეცადო ხელი შეუწყო იმ ადამიანს რომ იგივე რაღაც შეცდომა არ მოვიდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნახე იქ რომ აი უყურებ ნამდვილად არ არის ბოროტი ადამიანი შენზე სრუნავს საერთოდ არავინ არ ხარ მისთვის სხვა პატიმრებზე მაგალითად რომელიც თქვა საჭმელს დაატარებდნენ ან ისე კონტაქტში რაღაც სხვადასხვა საქმეზე და რო კითხავ რომ რა შეგემთხვა ნუ აი რაღაცა შეიძლება ვიღაცასთან ჩხუბი მოვიდა და ერთი შეცდომა მოვიდა ცხოვრებაში და უცებ 10 წელი ცხოვრების გაქრა და ახალგაზრდა ბიჭებზე მოხლაპარაკი ძალიან რომლებმაც იმ პერიოდში რეალურად თავის თავი უნდა შექმნან და ისეთ დროს
დროს კარგავენ, როცა ყველაზე პროდუქტიული უნდა იყოს ადამიანი. ამიტომ ხო, ცოტა ისეთი სხვანაირად დავინახე, მათ შორის პატიმრების ცხოვრებაც და სხვანაირად მოვიდა ჩემამდე ის რას განიცდიან შიგნით და როგორ სხვანაირად უნდა იყოს ყურადღებით საზოგადოება ასე ვთქვათ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში მყოფი ადამიანების მიმართ. აღმოჩნდა საშუალება ჩემი ცხოვრების თავარი პაციენტი. გამეცია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის მანძილზე გაბმული. თქვენ არ მიეცეთ ქართულ დედას იმის საშუალება, თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის იქილი და რომელიც ასე ზრუნავდა. და მე მინდა ვკითხო თქვენ ახლა გოგოჩიშვილი, თქვენ დედას ხარ? გიორგი, დამტკივნეული თემა მესმის, მაგრამ ჩემს სიგულე მე არ მეგულება ადამიანებისთვისაც ძალიან ემოციური არ იყოს შენი სიტყვა სასამართლოზე, როდესაც საუბრობდი დედაზე, შენი ცხოვრების მთავარ პაციენტზე, რომელიც მართლა შენს გარეშე დატოვეს და დღეს სამწუხაროდ კი არა და არ ვიცი როგორ უნდა გამოვხატო თანაგრძნობა, თანადგომა დედა აღარ არის. აი ის ემოცია რამდენადაც შესაძლებელია რომ გაიხსენო ვინ გაგაგებინა საერთოდ დედას ამბავი. ჩელემ გამაგებინა რომ მოვიდა, ნუ ის ჩელი ხშირად მოდიოდა ხოლმე. სანახავად გასამხნევებლად და ისი როგორ იყო რეალურად კი ველოდებოდი რომ შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ქრონიკული პაციენტი იყო და მაინც პლუს ისეთი ადამიანების ხელში იყო, რომელსაც რა ვიცი, მთელი ცხოვრება მადლობას გადაუხდი, რომ აი ის ყველაზე მთავარი სანერვიულო იქ მოხვედრასაც მქონდა ყისიერად გამიქრეს ჩემი მეგობრები, ძალიან კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმების გუნდი, ექთნების და ერთი რაც იყო, რომ ანუ ეგ დარდი მომაშორეს, რომ სადღაც ჩემთვის ეს ვთქვათ უცნობ კლინიკაში და უცნობ სივრცეში არ იქნებოდა და ზუსტად ვიცოდი რა ხარისხის მომსახურებას მიიღებდა და რა ხარისხის ზრუნვა იქნებოდა და რომ არ იქნებოდა ესე ვთქვათ განსხვავებული იმისგან, ვიდრე მე ვაკეთებდი. ერთადერთი მან სანერვიულო რაც იყო ის იყო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახლი მაინც უფრო იზოლირებული გარემოა, კლინიკაში მაინც ბევრი ადამიანი ტრიალებს, სხვა პაციენტების წვანან და რისკები რაღაც გარკვეული პრობლემების უფრო მეტია. შესაბამისად, ნუ ეს იყო ის ნაწილი, რა ნაწილშიც ძალიან გაუბრაზდია. პროკურორი იქნებოდა ეს თუ მოსამართლე თუ გამომძიებელი, თორე ხა იმ აზრისგან შორს ვარ, რომ იქ რაღაცა შეიძლება მკურნალობის ფონზეს თუნდაც რაღაცა ხელშესახებისეთ მდგომარეობამდე მივსულიყავით, რომ გამოგვეჯამრთელებინა, იმიტომ რომ ინსულტის შემდგომი დაზიანება იყო თავის ტვინის, მაგრამ რაღაც გარკვეულ დონემდე რეაბილიტაციის ეს ვთქვათ მიზანი მქონდა. ემოციები მძიმე იყო, ძალიან გაუბრაზდია. ნუ ისეთი არის, ჯერჯერობით ნაწილ-ნაწილ უშვებ გარეთ რა, ჯერ არც როგორც წერილშიც დავწერე, ხო რაღაც ჩაკეტილი მაქვს თითქოს ეს ამბავი. რის გამოც არ უნდა მომხდარიყო. ხო, ძალიან ძიმეა და სევდიანია ნამდვილად. საშინელებაა ხო, როდესაც მაცნობიერებ იმას, რომ აი ვიღაცა ცრუ ადამიანები, არ ვიცი, რის გამოაკეთებენ ამას, რა ინტერესი აქვთ, რა სარგებელი აქვთ ხო, მაგრამ ნუ აკეთებენ ამ უბედურებას, რომ ცრუ ჩვენებას იძლევიან, რის საფუძველზეც შეიძლება მართლა ადამიანს დაუნგრიო მთელი ცხოვრება და მართალი თქვი, ჩვენ სასახლეში 20 წლიანი სასჯელი არის ის, რომ ნუ ფაქტობრივად მთელი ცხოვრება всё დამთავრდა, ასრულებ რა. აი დღევანდელი გადმოსახედი ამ ადამიანების მიმართ რა განწყობა გაქვს, რა დამოკიდებულება გაქვს? პერიოდულად მოდის ხოლმე რა ეს ბრაზი და თუნდაც იმის სურვილი, რომ რჩება მკაცრად აგონ პასუხი. ერთის მხრივ და მეორის მხრივ, რომ უფიქრდები, ისინი ხო საჯარო გახდნენ, მათ სახეები და სახელები და გვარები ყველა მიცის და ნუ ერთი რაც აუცილებლად ვიზავ, არასდროს მაგათი სახეები და სახელები და გვარები უცნობი არ იქნება. სანამ ცოცხალი ვიქნები, თუ კვლავ ისე იქნა, რომ ეგ ადამიანები ისევ პოლიციაში ვნახე, აუცილებლად შევაწუხებ იმითი პოლიციასაც და მათ ხელმძღვანელობასაც, რომ ესეთი ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ. არაფერი პირადული მათ მიმართ არ მაქვს, მაგრამ შეუძლია სხვა სამსახური იშოვონ. პოლიცია ისეთი რამეა, სადაც ადამიანის ბედი წყდება, სადაც კრიმინალს ებრძვიან. პოლიცია ისეთი რამეა, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას იცავს. და ეს ყველაფერი უბრალოდ დაკარგა ეს თვისებები პოლიციამ, დაკარგა ზუსტად ეგეთი უპრინციპო ადამიანების გამო,
რომლებმაც უბრალოდ ის ვერ მოახერხეს, რომ აი ერთი ცალკე აღებული ვიღაც უფროსი, რომელიც უბრალოდ გასულია ყველანაირი ჩარჩოებიდან და აძლევს ამგვარ უკანონო დავალებებს, მას უსიტყვოდ ემორჩილებიან. ერთმანეთთან არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და ის ვერ მოახერხეს, რომ ვერ დაიცვეს თავის ღირსება, ვერ დაიცვეს საკუთარი უსაფრთხოებაც მათ შორის, ვერ დაიცვეს საკუთარი მომავალი და ნუ როგორ შეიძლება მე როგორც მოქალაქე მათი მეძე ვიყო მომავალში. ან ჩემი შვილი დავტოვო მათ მიერ დაცულ ქვეყანაში. ამიტომ ერთი რაც მინდა რომ უბრალოდ რაღაცნაირად ამ ადამიანებმა ხა ის კი არ მინდა რომ შეერი მოკუტეს და არსად არ ანუ რაღაცა სხვა საქმე იშოვოს და დაანებოს თავის საჯარო სამსახურს იქ სადაც ყველას ეხება ყველა მოქალაქეს. ახლა ციხეში მაგათი ჩაჯდომა მე არაფერს არ მაძლევს და პირიქით მირჩევნია რომ გარეთ იყვნენ რომ რაღაც მომენტში იქნებ კარგად გააცნობიერონ საზოგადოების რეაქციის მიხედვით რას მოვაწერეს ხელი და რაში შევიდნენ მოკლედ რა გააკეთეს. ვთვლი რომ იმაზე დროის კარგვა რომ ამ ადამიანს გავეკიდო მე და რაღაცა შურის ძიება თუ რაღაცა ეგეთი ვაკეთო, გაცილებით საინტერესო ჩემია ის ჩემი ლიმიტირებული ცხოვრების დრო დავხარჯო რაც მაქვს, ვიდრე ეგეთ ადამიანებზე თევნაში მათ თავისთვის თვითონვე აქვთ უკვე განაჩენი გამოტანილი და აუს მათ ირგვლივ ვინც არიან იმათმა გადაუწყვიტონ როგორი ცხოვრობენ ერთად და ერთ სივრცეში, თორე დიდია ეს ქვეყანა, ეს პლანეტა და რაღაცნაირად ყველა ადამიანი ისეთ სივრცეს ვიპოვით, სადაც ჩვენთვის სასიამოვნო ადამიანებს შემოვიკრებთ. განთავისუფლების დღე უნდა გავიხსენო აუცილებლად. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენს კოლეგას მზიას გამოუტანეს განაჩენი და მიუსაჯეს უბრალოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ნუ მე ემოციურად გავნადგურდი პირადად და შემდგომი იმავე დღეს არის გიორგი ახობაძის პროცესი და ნუ უკვე ძალიან მძიმედ ვარ, იმიტომ რომ ნუ მზიას მიუსაჯეს 2 წელი და ნუ ჩავთვალე რომ всё, ეხა ახობაძის ამბავი ბოლოს მომიღებს. ჩვენთვის ეს იყო, რა ვიცი, ადამიანებისთვის ძალიან ემოციური დღე. როგორი იყო შენთვის? აი იმ დარბაზში რომ იჯექი გიორგი, ელოდებოდი, აი რაღაცას უშვებდი სადღაც 1 საათში უფრო გამიჩნდა განცდა რომ შეიძლება ეს დამდგარიყო. ეს მოსამართლე ბოლოს შეიცვალა, ანუ სხვა მოსამართლით დავიწყეთ, არსებითი განხილვა და სხვა მოსამართლეზე გადავედით და მაგ მოსამართლის დანიშვნას დაეთქვა ჩვენ მოგვივიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ალბათ ანალიზს რო ახსნა ექსპერტმა ჭირდება 15 წუთი, 6 თვე ველოდეთ. ანუ აი ჩვენ როგორც კორონას ანალიზი გეთება ხო, ერთი ხაზი, ორი ხაზი, აი ეს ანაწმენს აკეთებ, რომ წყალში გახსნა, იქ ჩააწუნე რაღაც ტესტი და ან ერთი ხაზი, ან ორი ხაზი, ან არის ნერწყვი, ან არ არის ნერწყვი. ესეთი მარტივი ანალიზი იყო გასაკეთებელი და ამაზე გვავლინეს 6 თვე და რა თქმა უნდა, ეს პასუხი ჩვენ უკვე გამოძიების ეტაპზე არ გქონდა, მე მოსამართლე წყვეტდა, რაღაც მანამდეც ეგრე წყვეტს, მაგრამ აქ უკვე მეტი ასე ვთქვათ, არგუმენტი ექნებოდა, რა თქმა უნდა, უკანონო, მაგრამ მაინც, რომ არ დაერთო საქმისთვის. ჩვენ და გასაკვირად არ გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა და ეს დაგვიმატა ჩვენ როგორც მტკიცებულება ჩვენი პოზიციების გასაფარებლად და კარგი რაც მოხდა, შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც ვთქვათ, დაცვის მხარე ან ბრალდების მხარე რაღაც პრეტენზიებს გამოთქვავდა, ამ პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდებოდა სამართლიანად. ანუ არ ყოფილა რომ ან რომელიმე მხარე დაეჭიროს ორივე და პლუს ის იყო რომ ეს პროკურორი რომელიც უბრალოდ ყველანაირ ზღვარს იყო გასული და ყველანაირ თავის პროფესიულ ეთიკასაც და ისეთებს კადრულობდა რაც არც უნდა ეკადრა პროკურორს მით უმეტეს ეს მოაქცია ესეთ ჩარჩოში რომ მართლა პროცესებიდან საკანში მივდიოდი ენერგია მიმყვებოდა, კიდე დასვენებული, იმიტომ რომ წინა პროცესებზე უბრალოდ რა ავდი ჩემი ადვოკატების და მეც უბრალოდ ესეთი გამოფიტულები ვიყავით ხოლმე 1-2 საათი ესე ვიჯექი და იმ კონდიციამდე მინდოდა მისვლა რომ უბრალოდ მოქმედი გამხდარიყავი ისე რა იმდენ ენერგიას გვახარჯინებდნენ თან ეგ ის ხო არ არის რაღაც იქ მოსამართლეს მაინც აქვს რაღაც ისეთი ძალაუფლება რომ ჩაგრავს მოკლედ ან არ გალაპარაკებს ან გაგაწყვე ან გეტყვის გაგაგდებ მე გიწევს ამის კორექცია როგორ უნდა გამოთქვა ის პრეტენზია ისე რომ შენიშვნა აღარ მიიღო და ის სულ აი ცალკე ფიზიკურ და ცალკე ინტელექტუალურ ამ რაღაცა ჭიდილში ხარ და ეს დავის კალაპოტში ჩააყენა ნენელა ეს რაღაცა პატარ-პატარა ნიუანსები რაც იყო აი ხო ზაი პატარა იმედის ნაპერწკას რო გიჩენს რომ რახან ეს ადამიანი ესე შეყვარებულია ესე თქვა თავის ამ რაღაცა პროფესიაზე რაც აქვს ეს ჩანდა ხ ჩემთვის არ ვიცი ვინ როგორ თulis მაგრამ რაც ჩანდა არ გვაძლევდა საშუალებას სასამართლოს მიმართ თუნდაც რაიმე არც ქონია სურვილი რეალურად მაგრამ ძალიან კაცრად უდგებოდა მაგ საკითხს სასამართლოს მიმართ ქცევას მოქალაქეების ამ ბრალდებულის ან თუნდაც დაცვის და ბრალდების მხარის მხრიდან რა კაცრად გვიკონტროლებდა წესებს და ნუ ესეც ამას განსაცდამ თუ ესე პატივს ცემ შენ პროფესიას და თუ ესე
მაწვევი მე ესე ვთქვათ, რომ რაღაცები დავიცვა, შესაბამისად რაღაცა შენ თავზეც უნდა გაატარო ეს ყველაფერი და ეს იყო მეორე რაღაცა პატარა იმედის ნაპერწკალი, რომელიც იმაზე ფიქრის საშუალებას მაძლევდა, რომ ეს ადამიანი ჩემ გამართლებას ხო არ აპირებს და მართლა სწორად ხო არ გააკეთებს ეს ვთქვათ შეფასებას იმ მტკიცებულებების, რაც საქმეში დევს. უბრალოდ რაც არ დევს საერთოდ რა. მაგრამ მაინც არ მინდოდა რომ ეს მოლოდინი შემექმნა, რომ მოლოდინი რომ გაგიცრულდება, უფრო ძიმეა, ვიდრე ის რომ მიდიხარ იმ ესე ვთქვათ აზრით, რომ ხო ისე უკანონო საკანში შებრუნდე და გამზადებული მქონდა ეგ საჭმელები გასაკეთებლად უკვე და გეგმავდი საკანში რას ვიზავდი, სახლში რას ვიზავდი, მაგას არ ვგეგმავდი. მაგრამ აი გულის სიღრმეში სადაც დარბის ეს პატარა ჭექა ქუხილი. და მე ის იყო რომ ხო და ეს საპროცესო კოდექსი რომ გადავიკითხე, იქ ერთ-ერთ თავს წავაწყდი 273 მუხლია, რომელზეც მოსამართლე აყრდნობს გამამტყუნებელ განაჩენს, იმის მიხედვით უნდა ააშენოს თავის ტექსტი და მე გაგვაცნოს განაჩენის სახით და ის მქონდა რომ ჩაუსაფრდი, რომ დაიწყო მუხლების ჩამოთვლა, რომ ამ მუხლის მიხედვით ვიხემძღვანელი ამ მუხლით და რომ გამოყვა და 279-დან უკვე 275-ზე რო გადახტა უკვე კიდევ ნაპერწკალი გახდა ცეცხლი, მაგრამ ადვოკატებს უყურებ და რეაქცია არ ქონიათ ისეთი, ოღონდ წამებში ხდება რა, ისინი ელოდებოდნენ სიტყვას რა, გამართლდეს ან გამტყუნდეს და მე ველოდებოდი იმ რიცხვს რა, სანამ გამართლდეს სიტყვა წინასწარ ვცოდნოდა და უცებ გამართლდეს რო თქვა, ნუ აი ყველა ხო აფეთქდა და მე ჩავიფუშე. და ნუ რაღაცა შიგნიდან იყო ისეთი შეგრძნება, ძალიან მიქსი იყო რა, რაღაცა სიხარულის შიშის, კიდე რაღაცა უცნაური იმას სახელსაც ვერ ვარქმევ რა შეგრძნება იყო, აი შიგნიდან დუღდა მთელი ორგანიზმი, 1-2 დღე გაგრძელდა ესე ისეთქმა ეიფორია იყო ძალიან ისეთი ძლიერი, ვერც დავიძინე პირველ ღამეს თვალი ვერ მოხუჭე, დაღლილი ვიყავი, მაგრამ ტვინი და თვალები იყო ესე იმაში აქ დაჭყეტილი. ძალიან მოულოდნელიც იყო, სასიხარულოც იყო და პლუს ემაგ ყველაფერს რო იბრუნებ და შენ ცხოვრებას რო იბრუნებ, ძალიან სასიამოვნო განცდა. აქ არქივი დიდ კონვერტებში მე ვაგროვებდი პატარა კონვერტებს. ხო ეს ბოლო წერილია ზვიადიმ დამაწია გზაში რატიანმა. აქეთ მაგ ესეთი არქივი. წერილები რაღაც თავისებური ჭიპლარი იყო გარემოსთან, იმ ემოციებთან რაც გარეთ არის. აი ეს იყო ალბათ რაღაცა ერთ-ერთი მაცოცხლებელი, რომელიც ზოგ წერილს ესხა სუნამო რა და ხანდახან ეს გადააგებდა სუნი რომ მომდიოდა სუნამოსი ხვდებოდი რომ ჩემთვის წერილი მოვიდა და გამოჩნდნენ მე აბსოლუტურად ჩემთვის უცნობი ადამიანები, რომლებმაც მომწერეს და მთელი პატიმრობის მანძილზე დაწყებული გამხნევებით და გვერდში დგომით, რავი, სურვილი შესრულებით რაც შეეძლოთ რომ შორიდან შეესრულებინათ და ეხაც უკვე სინონიმს რეალურ ცხოვრებაში გავაგრძელე მათთან ურთიერთობა და მეგობრობა. მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი ცხოვრების. ბევრი საოცარი ისტორია მოვისმინეთ. შენი კოლეგებისგან, ვისთანაც გიმუშავია, როგორ შეეძლო გიორგის მართლა ვიღაცების ხელი შეიძლება ჩაექნიათ, მაგრამ გიორგი არასოდეს ხელს არ იქნევდა და ნუ აი ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე და ასე შემდეგ. შენი გეგმების შესახებ უნდა გითხო, თუ აპირებ, რომ შენს პროფესიაში დაბრუნდე და როგორ წარმოგიდგენია უკვე პოლიტიკური პროცესების განვითარება, აი როგორ ფიქრობ, სად არის გამარჯვების გზა, შენ როგორ უყურებ და ხედავ ამ გამარჯვების გზას? ხო, პროფესიას რაც შეეხება, სანამ დამიჭერდნენ, ასე ვთქვათ, ახალი სპეციალობის დამატება დავგეგმე, შედარებით უფრო მშვიდი დარგი მედიცინის, ნუ ისევ ბავშვებთან დაკავშირებული, ოღონდ უფრო თერაპიული პედიატრია, მოკლედ ესე რომ მართლა? და ნუ რამოდენიმე წელი დაჭირდება მაგას. 2.5 რომ მივიდე იმ წერტილამდე რომ უფლება მომეცეს, მაგ დარგშიც გავაგზავნე მუშაობა, ნუ ალბათ მედიცინის მხრივ ეგ არის ჩემი გეგმები, რომ ცოდნა აუკრიფო და ციხეში ყოფნის დროს ერთი კაი ამბავი მოხდა, ძალიან მაგარი წიგნი ვისპეკულირე და მაჩუქეთ მეთქი და გამოვძალე ჩემ მეგობრებს ძალიან ეგრეთ წოდება პედიატრიის ბიბლია არის და მინდა რომ მაგ წიგნს ვებრძოლო. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, აქ ისეთი მომენტია, ერთი ჩემი ცოტა ვის არის ხოლმე რა, იმედგაცრუებას და გაკვირვებას, რომ როდესაც სოციოლოგიური კვლევებიდან ჩვენთან წლები ან მას დამოუკიდებლები ვართ სულ ამოდის
ის რომ მოსახლეობის 80% ხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩემთვის ცოტა უცნაურია ხოლმე, როგორ აპირებს ხალხი ამ აქამდე მისვლას თუ ამისთვის არ იბრძოლებს. იმისგან შორს ვარ ხარ არ ვიბრძვით, მაგრამ აი რასაც უყურებ ხა ბოლო თვეების მანძილზე მესმის რომ რაღაც კონკრეტულმა ფორმამ ბრძოლის შეიძლება ის შედეგი არ გამოიღო რაც ჩვენ გვინდოდა ან ნაწილობრივ გამოიღო ის შედეგი თქვა იქ სანქცირებული ხელისუფლება ყავს იზოლირებულები არიან მეტი მორალური უპირატესობა გვაქვს მათთან ბევრი შეცდომები დავაშვებინეთ უფრო აშკარა გახდა მათი ასე ვთქვათ მართულობა რუსეთიდან და რუსული ინტერესების გატარება ამ ქვეყანაში, ანუ ეს ყველაფერი უფრო გამოჩნდა და რაღაც შედეგები გვაქვს და ჩემთვის არ უცნაურია რატო როგორ ახერხებენ ამას რომ თან რაღაცა უნდოდეთ და თან ის უნდოდეთ რომ ვიღაცამ მოართვას. ამიტომ ხო აი ჩემი მოლოდინი ის არის რომ რაღაც მომენტში დადგება ის წერტილი, სადაც აი ესეთი ადამიანები მიხვდებიან რომ ეს რაღაც უმოქმედობა აღარ ინარჩუნებს სტატუს კოს. და ეხლა იმდენად დავიბინძურეთ ეს რაღაცა სხეული სახელმწიფოებრივი, რომ ყველა ჩაგვიკეტავს ამ კარს და კარი ღია დაგვრჩება მხოლოდ ზუსტად იგივენაირ საზოგადოებებთან, როგორც ყველაზე ცნობილი არის ჩვენი ჩრდილოეთით და ეს არის რუსეთი. ალბათ აი რაღაცა ეს უნდა გააცნობიეროს ბევრმა ადამიანმა და უბრალოდ შიში გადალახოს. არ არის საჭირო ხელების და კეტების რაღაცების ქნევა ქუჩაში, უბრალოდ უნდა გამოვიდეთ, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ყველა ვდგავართ გარეთ და ნუ რა ვიცი, ხა მანდ უკვე 100 კაცი სიტყვაზე, ნუ 100 არა, მაგრამ პირობითად 100 კაცი, 10,000 კაცის წინააღმდეგ უკვე უძლურია რა და როდესაც ქუჩაში 100 დგას, მე უკვე იმას ჩაგრავენ და მარტო 100-ის კისერზე ამ ქვეყნის ევროპული მომავალი უბრალოდ ვერ გადაივლის რა. ეს მინდა რომ ჩემი მხრიდან რაღაცა ესე დავაფიქსირო როგორც ჩემი წუხილი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი წარმატებები. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ამბებით, ჩვენი ემოციებით, იმდენ სხვებით ზოგადად აი იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ რაღაცა დარჩება ალბათ სამახსოვრო. ნიკა, ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, შენ ხარ თავისუფლებაზე, იმედია, რომ მსგავსი რაღაცეების გადალახვა და მსგავს რაღაცებზე ნერვიულობა აღარ მოგვიწევს. და რა თქმა უნდა, მერჩი ვნახე, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენ ჩემთვის უცხო ადამიანი არ ახარ, ყველაზე ვნერვიულობ, ყველა სინდისის პატიმარზე ვნერვიულობ და ყველას ძალიან გულშემატკივრობ, მაგრამ როდესაც ადამიანს პირადად იცნობ, მანდ უკვე ცოტა რაღაცა კიდე სხვა გრძნობა გეუფლება და რა თქმა უნდა, მერჩი ვნა შენთან ჩვეულებრივი კლასიკური თავგადასავალი ჩამეწერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ კლასიკური თავგადასავლის ჩაწერისასაც ვერავწდებოდით იმ თემაზე საუბარს, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში უნდა გკითხო შენი ემოციური მდგომარეობა თუ გახსენდება, როდესაც დაგიჭირეს და უკვე მივხვდი, რომ რაღაცა არანორმალური რაოდენობის წამალზე იყო საუბარი, აი ის დღე მინდა რომ გაიხსენო. კი ბატონო, პირველ რიგში მეც მადლობას ვიტყვი, ვადასტურებ ყველა სიტყვას, რაც თქვი, იმიტომ რომ მეც მერჩივნა სულ სხვანაირად მელაპარაკა, მაგრამ რეალობა ისეთი არის ქვეყანაში, რომ სულ რომ მე არავერთში არ ვიცი, მე სულ ვამბობ, რომ დოლურიდან ესე ბრმა დამოიღეს და ნუ ვინც და ის დაიჭირეს და მაინც მოგვიწევდა იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც რეჟიმის ტყვეები არიან და ასეთი ბევრი ყავს და რა თქმა უნდა, ჩემი უდიდესი სურვილია რომ ისინი დავიხსნათ და ალბათ ამას მოგვიანებით შევეხები. რაც შეეხება უშუალოდ ემოციას, თათი აი მიცნობ კარგად და იცი რომ ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ადამიანურ სენტიმენტებზე როცა ვსაუბრობ, ღია ვარ, გახსნილი ვარ და სულ ამ ყველაფერზე ვყვები. რა თქმა უნდა, იყო ძალიან უჩვეულო, ეს ერთი სიტყვით რო ვთქვა, თუმცა ამავდროულად იყო საზარელი. აი ყველა ის წუთი, წამი, რომელიც აი საათებად გრძელდება და იმ მომენტში ვერ ხვდები ეს რამდენი ხანია, 15 წუთი გრძელდება 1 საათი თუ 2 საათი, ანუ უბრალოდ მიდიხარ ადამიანი იმისთვის, რომ რაღაც პროტესტში შენი წილი აგური დადო და ამავდროულად თავს გესხმის, აი არ ვიცი, მე შავგრესორები დავარქვი, ესე მოვიხსენებდი ხოლმე ჩემს ჩანაწერებში და მაქვს ეს როეული და გამოვაქვეყნებ მოგვიანებით, მაგრამ აი როგორ ვთქვა, ანუ მე ადამიანებისგან როგორი სისასტიკე არ გვინახავს თქვენი კოლეგა გურამ როგალა ეს კადრი ხო არ დაგვავიწყდება არასდროს. იყო მაკა ჩიხლაძეზე სასიკვდილო თავდასხმის ის ეპიზოდი, რის გამოც ზუსტად ერთი და იგივე და
პლუს რომ არ ვისაუბროთ მხოლოდ კოლეგებზე 500-მდე ადამიანი, რომლებიც აი მართლა არ ვიცი, დღესაც აქვთ ხო ზოგს თითქოს იმკურნალეს, თითქოს გაიარა, მაგრამ ის უკუშედეგი რაც აი ამ სისასტიკეს მოყვება ხოლმე და როგორ ვთქვა, თითქოს მზად ვიყავი რომ ვიცოდე აი ერთ დღეს შესაძლოა მეც ასე თავს დამსხმობდნენ, მაგრამ აი ფაქტის წინ როცა აღმოჩნდა, როცა უშუალოდ აი ტაქსიში დამახტნენ თავზე, აი როგორ გითხრა, პირველი არა, ძირითადად რაც მახსენდება, აი მუდმივად რა იყო ნერვიულობის თავარი თემა ეს იყო დედასთან დაკავშირებული საკითხი, იმიტომ რომ ის იყო მარტო, თან რაღაცნაირად ჩემი ძმა ემიგრაციაში იყო წასული და რაღაც ასე დავლაგდით, რომ აი ეს ემოცია, რომელიც ლაშას წასვლამ დატოვა და ძალიან რთული იყო ესეც და ლაშაც წავიდა ზუსტად აი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებების გამო უბრალოდ აი გაბრაზდა ეს პროტესტი დაგროვდა აფეთქდა და რატომ ყვები ასე ვრცლად რაღაცნაირად ეს სევდა დარჩა, იმიტომ რომ ლაშა როცა გაფრინდა ჩვენ მაშინ აქ ვიჯექით მე და დედაჩემი და ვტიროდით და თან ის მქონდა რომ რაღაცა არ გავატანო აქედან სევდა და ლაშამ აი კარი რომ მიიხურა მერე ვიტირე. ოღონდ ძალიან ბევრი ვიტირე და იმიტომ კი არა რომ რცხვენია ტირილის, ასე იოლად არ ვტირი ზოგადად, იმიტომ რომ რაღაცა აი კვანძის გახსნა თუ არ არის სრულყოფილი და რაღაცა თავის წილის სევდა ქონდა დედასაც, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ესე მოვდივართ ბევრი წელი სამივე, მე, ლაშა და დედა, ანუ სულ ერთად ვართ დაწყებული დილის ყავის რიტუალიდან, დასრულებული თავისი იუმორით, ყველაფრით, მათ შორის პოლიტიკურ თემებს როცა განვიხილავთ, უყურებთ ტელევიზორს და როგორ თქვა, ანუ ეს ხალი აი ამ თავისი სევდით მარტო, ნუ დედა გასაგები ამაზე ყოველდღიურად არ მოვთქვამდით, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე რომ შესაძლოა ეძინოს, შესაძლოა იყოს აბაზანაში, შესაძლოა უბრალოდ დაუშვათ იმზადებდეს, არ ვიცი, ყავას, ჩაის და აი ამ დროს რომ შემორბის ამდენი ადამიანი, იმიტომ რომ იყვნენ ძალიან ბევრი. და ამაზე როცა ვუთხარი თვითონ პოლიციელებს იმ დროს ჯერ კიდევ ტიტუშკები, ვფიქრობდი რომ ტიტუშკები იყვნენ, არაფერი ჰუმანურთან დაახლოებული მე არ მიგრძნია ამ ადამიანებისგან და აი ეგრევე წავიდა რომ რა იყო და ეს რაღაცა პატარა ბიჭი ხარ და რიჟიკა და რა ქათამი ხარ, აი იმიტომ კი არა რომ მარტო სიტყვა არის შეურაცხყოფელი და არ არის ეს ჩემთვის მისაღები და იცი ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ადამიანებზე და ფუნდამენტურ უფლებებზე, როცა შეგვიძლია დავუშვათ რომ ვილაპარაკოთ რას ვიტყვი, ვერ დავაკავშირე, აი ზოგადად მოძრავი ობიექტი, ორი ხელით, ორი ფეხით, მხრებზე თავით, როგორ შეიძლება იყოს ასეთი სასტიკი, იმიტომ რომ აქ ხო არ არის ლაპარაკი, მიყურებ, რაღაცით მიხვდები რომ 2 წლის არ ვარ, შესაბამისად შესაძლოა განსაზღვრო დავუშვათ იქ დედის ასაკი და აი თათია ვერ წარმოიდგენ, რამდენად აგრესიულები იყვნენ, მიუხედავად იმისა, მე ხას უსვამ ამას და არ მიყვარს ზოგადად გაზვიადება არაფრის, ფიზიკურად აი რო ვთქვა რომ დამარტყეს და უშუალოდ ხელი მუშტი მომარტყეს როგორ ამბობს ის ფაქიზი დგებულაძე სახის არეში თუ არ ვიცი, ხო? არა ასეთი არა, მაგრამ არ აქვს წითლებია. და არც მიწწუნია მათ შორის, აი თავზე რომ ეჯდა პირდაპირ გაგებით რომ დამახტნენ და ვიგუდებოდი და ჰაერი არ მყოფნიდა და იყო ის მომენტი რომ ერთი მხრივ ფიქრობდი იმაზეც რომ უნდა გადავრჩენილიყავი და მეორე მხრივ ნერვიულობდი იმაზე რომ აი უცებ რომ ეხლა დედაჩემმა ჩართოს ტელევიზორი და რომ აცხადებს, არ ვიცი, შენი მეუღლე, ჩვენი კოლეგების სხვა კრიტიკული მედია საშუალებებიდან რომ აი აღარ არის ცოცხალი. ან დაუშვათ იმდენად მძიმედ არის რომ ჭირდება სამედიცინო დახმარება და უბრალოდ ემოციურ მდგომარეობას ვამბობ ჯერ ჩემსას და პლუს რა შეიძლება იფიქროს დედამ, რომელიც მარტო ის კი არა რომ დედა და გამზარდა და განათლება მომცა და ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა. აი რა შეიძლება იფიქროს ქალმა, რომელიც არ მოშორებია მათ შორის საკუთარ შვილებს, როგორც მეგობარი. მე დედას ამ შემთხვევაში გვერდზე გადავდებ, გასაგებია რომ ყველა შვილს საკუთარი დედა გვიყვარს და აი როგორი შიში იყო, იცი, ძალიან უცნაური, თან რომ სითამამეს გაძლევს, თან რომ პირდაპირ გეუბნება რომ შენ ახლა არც ერთი ნაბიჯი უკან არ უნდა დაიხიო და თან რომ იცი რომ ბევრი რაღაცისთვის, ანუ ბევრი სიბინძურისთვის შეიძლება იყვნენ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ უბრალოდ ესე გავახსენდი ვიღაცას მოვენატრეს, ეს შემთხვევა არ იყო და აი იქ იყო მე ის ერთ-ერთი ფრაზა რომ ფაქტი სად არის და ამაზე გამეცინა და თითქოს ამოვისუნთქე და ისევ როგორც კი ოღონდ ეს იყო რაღაცა წამიერი და ძირითადად ამ კითხვები ისმებოდა აქციასთან დაკავშირებით რომ რატომ პროტესტი, შენც ისეთივენაირი ქათამი ხარ როგორც ისინი, რატომ მიდიხარ და მე ვხედავდი რაღაც მომენტში ტელეფონზე, ჩემი ტელეფონი რომელიც გამომგლიჯეს ასევე ხელიდან, არავის არ უთხოვია, არც დაუშვათ სადაც იდო. და როგორც ვიცი, არც დაუბრუნებიათ. არც დაუბრუნებიათ დღემდე იქ არის და ხედავდი აი რომ ამოდის ეს notification-ები, ჩემი მეგობრები რომ ეძებნა რომ სად ხარ და იქნებ გვიპასუხო და ბევრი ზარი შემოდიოდა და საკუთარ თავზე რომ არ
რომ არ მოგატყუა და გულწრფელი რომ იყო და ასეც მიყვარს საუბარი. რაღაც მომენტში გადავიდა უკანა პლანზე, მაგრამ არ მინდოდა რომ ვინმეს გაიგო რომ ან აღარ ვარ, ან იმდენად მძიმედ ვარ რომ ყოფნას აზრი აღარ აქვს. ეს იყო პირველი ემოცია. არასდროს არ წარმომედგინა თუ ასეთი სასტიკი იყო რეჟიმი და ეს სისასტიკე ოღონდ მხოლოდ ჩემი кейსით არ ამიწონია არასდროს. მე ვამბობ, აი, რასაც ვუყურე, ანუ მივხვდი რომ ამათვის გულისხმობ აი არ გარუსებულ ადამიანებს, რომლებიც აი ამ საკუთარი მოქმედებით ემსახურებიან, რა თქმა უნდა, ვის და იმას, ვისაც წლებია აი ეს ვნება, რომ სრულად ოკუპირებული იყოს საქართველო, აწუხებს და ამ იდეით ცხოვრობს, მივხვდი რომ მათთვის ადამიანი კი არა თათი, აი არ ვიცი, ნივთადაც ვერ ვიგრძენი საკუთარი თავი, ანუ მათთვის ვიყავი ერთი ჩვეულებრივი რაღაც ობიექტი, უსულო საგანი, რომელიც აი არაფერს არ წა და ამასთან შეჯახება იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მაინც ხომ, როცა პოზიტიური ფიქრებით ხარ დახუნძლული, მაინც ვფიქრობთ, რომ რაღაც შეიძლება არ დაუშვან. აი ეს შეიძლება არ იკადრონ, მაგრამ რა თათია. ხო, თუმცა ანუ დედები აგინეს და ხო, გადის დრო და აი რაღაცას რომ მას შენი თქმის არ იყოს, რაღაცას რომ გააკეთებენ, ვიძახით რომ ნუ აი ამაზე მეტი რა უნდა გაგვიკვირდეს. შემდეგი მათი ქცევა არის მართლა იმაზე მეტი, ვიდრე წინაზე იყო, შემდეგ კიდე უფრო მეტი და მართლა ნუ რაღაცა არ არსებობს არანაირი თქვათ რაღაცა წითელი ხაზი მათთვის, რასაც არ გადავახავენ. ნიკუშა, შენი ადამიანური განცდა მაინტერესებს იმ სრულ მოწმეების ჩვენებებზე, აი შესწინააღმდეგ რო აძლევდნენ და რო გაიაზრე, რომ ეს ადამიანები აი მართლა იტყუებიან და გწირავენ თავისი ტყუილით რაღაცა წარმოუდგენელი ვადაა, ხო? 20 წლიანი პატიმრობისთვის ეს არის მოსასმენადაც შემზარავია. შეიძლება ესე ითქვას. სირჩიც აღარ არის, ეს არის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ხარს, ყველა ვინც მას ამართლებს, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხარ არალეგიტიმურები, ხარ დასანქცირებულები და კიდე მე მაძლევ ჩემს ჩნას, არავისვარი არ მაქვს, ერთადერთი ვარი მაქვს, ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ფეხის სიყვარული და მათ შორის ამ სიყვარული დავიცვა ჩემი თავი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველგან ვიყენებ შესაძლებლობას და ახლაც ვიტყვი, ანუ ჩემთან არც ჯიბეში, შარვლის თუ ქურთუკის არანაირი ნარკოტიკული საშუალება იმ დროს როცა ჩემი მთავარი კითხვა არის ეს, საიდან მოვიდა ნარკოტიკი? ერთი და მეორე მთავარი კითხვა არის ამ ჩემი ამბიდან, რატომ ვიჯექი 9 თვე? 9 თვე კი არა, 9 წამი არ უნდა ყოფილიყავი და საერთოდ არ უნდა მცოდნო და როგორია დაწესებულება სასჯელ აღსრულების, ნამდვილად არ უნდა. არა იმიტომ რომ ანგელოზი ვარ და უბრალოდ არ ვცხოვრობ ისე რომ ყოველთვის ვამბობ რომ თუ ვინმეს აქვს პასუხისმგებლობა, თავად მოძებნო გზა და მითხრან საიდან მოვიდა და როგორ გაჩნდა საქმეში. ანუ სახლიდან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობამდე არანაირი შემხებლობა ისეთი რომ დაუშვათ აი მეგრძნოთ ან არ ვიცი ხო ნახეთ ყველა იმდენად დიდი იყო რომ რაღაც ბოლო პერიოდი ცოტა ვიწრო ანუ სკინი ჯინსებს ვატარებ და ფიზიკურად ანუ უნდა ამდგარიყავი კარგად აი წიხლით უნდა ჩაეტენა ბევრს და მქონდა ის მომენტი რომ აი როდის მეტყვიან რა უნდათ და მითხრა ადვოკატმა რომ ჯერ ოღონდ მანდაც დამცინოდა რომ მე ვეუბნებოდი რომ მიშვებენ და რანაირად გიშვებენ და მეთქი მითხრეს რომ აი დააგელაპარაკება უფროსი და გაგიშვებს ოღონდ ეს როგორ ჯერა იცი იმიტომ რომ სამართალ დამცველი რომ გეუბნება სიტყვას თან უდანაშაულო ხარ როგორ არ უნდა გაგიშვას და ცოტა დამინდო გამიფრთხილდა ადვოკატი არ მითხრა და აი რომ გათენდა ალბათ იმიტომ რომ ცოტა არეული მქონდა დრო ანუ დიდი ხნის მერე მოდი ასე ვთქვათ მოდის გამომძიებელი ოღონდ არა ის რომელიც აქტიურობდა უშუალო დაკავებისა და ჩხრეკის დროს და მაწვდის ამ თაბახებს და მე ანუ არ ვიცი როგორ სახელი დავინახე გვარი დავინახე და უშუალოდ იქ დაბადების წელი დავინახე და ეს თითით აი მიმანიშნა ანუ ადვოკატმა მიკარნახა რომ აი აქ და უცებ კითხულობ თან ის იმეორებს ანუ მე რასაც დაემთხვა ეს რომ მის გახმოვანებას ეს ჩემი მზერა ამ ფურცელზე და 14 გრამი კოკაინი და აი როგორ გითხრა ყველა ჩემი პოსტი გამახსენდა როცა დედის მედიკამენტისთვის მე საჯარო ოღონდ ყველაფერი საჯაროა ჩემთან სოციალურ ქსელში წამალზე თუ კომუნალურზე თუ კონკრეტულად ინტერნეტზე თუ სადმე წასასვლელად ტაქსის ფული და მათ შორის აქციაზეც ანუ უამრავი ასეთი და რამდენიმე წელია რაც არ მუშაობ და რაღაცნაირად ნუ ვერ ავეწყე და ეს არ არის პრობლემა დედისთვის წნევის წამლისთვის არათუ რაიმე განსაკუთრებული რომელიც ძალიან ძვირიც არღეს იმისთვისაც კი არ მქონდა და ჩემ შემთხვევაში იყო ბრაზი იქ შენიშვნაც გავაკეთე რომ ადამიანს რომელსაც პურის ფული არ აქვს ანუ როგორ შეიძლება ყავდეს ბენტლი ანუ ვერ გეყოლებ ანუ არც ლოგიკაში ჯდება არც არანაირ დრამატურგიაში და ერთ-ერთმა პატიმარმა მითხრა რა თქმა უნდა სახელს არ ვიტყვი
ცნობილ ბარიგებს არ აქვთ ამდენი. ანუ აქ ოდენობაზე იყო ლაპარაკი და ჩემთვის როგორ გითხრა 0.1/1000 მილიგრამიც კი ცილის წამება ისეთივე როგორც 14 გრამი და ამიტომ აი ეს დამოკიდებულება რომ ამაზე განსაკუთრებით უნდა მენერვიულა არა. ჩემი განცდა იყო ასეთი რომ იყო ძალიან აი განუსაზღვრელი ბრაზი, ვერ მივხვდი სანამდე შეიძლება და მისულიყო, მტკიოდა კეფა, ისტერიულად მანამდეც ვიზომავდი წრევას, იმიტომ რომ რაღაც ისეთი დისკომფორტი მქონდა, რომელიც მანამდე არ მქონია 4 ათეულზე 20 წელია, რაც ცოცხალი ვარ და მე არ მახსოვს ეს შეგრძნება და ისე მაინც მორალურ კონტურებში მოძრაობდი, ფიქრობდი და ეს თვალსაწიერი ჩემი უბრალოდ აი რაღაცნაირად ცდილობდა რომ აი ამ სივრცეში სამუდამოდ არ ამოეძირკვა აი ეს ჰუმანური დამოკიდებულება ზოგადად ადამიანებისადმი, იმიტომ რომ ჩემი თავიც უნდა გადამერჩინა და უკვე ამ დროს დავიწყე ფიქრი იმაზე რომ მე არ უნდა გავანადგურო საკუთარ თავში ადამიანი, იმიტომ რომ მე თუ გავბოროტი, მე თუ დავიბოღმე, მე თუ აი ამ ბოღმით და აი ამ უარყოფით ველში უნდა ვიცხოვრო მაშინ მე აღარ ვიქნებოდი ის ნიკუშა, ვისაც შენ გაუღიმებდი და მისგან დავუშვათ იგზნა. და აი ძირითადად ესეთი ადამიანური შეგრძნებები თან მაცოცხლებდა, თან მაძლევდა იმპულსს, რომ უნდა გადავრჩენილიყავი და თან ძალიან მაბრაზებდა. მახსოვს რომ ერთ-ერთი პირველი იყო ეს დიდი, ანუ ყველას გვაქვს ასეთი, მაგრამ რაღაცნაირი აღქმა მქონდა და ჩემი მეგობრები იცინოდნენ, რომ ეს ხატივითო დაგაბრძანებთო ქუჩებში და რამდენიმე კაფეში ესეთ დადეს, მოკლედ აი იქ სადაც მუსიკას ვისმენდი ხოლმე და უბრალოდ მომწონს აი ყველა ერთად რო ჩანს და რაღაცნაირად აი არ ვიცი ეს ემოციებით ხო დაკავშირებული ვართ. ხშირად ეჭირათ უცხო ადამიანებს ჩვენი ეს ტრანსპარენტები და ატარებს იმ ენერგიას, რომელთაც ჩვენ ვართ დაკავშირებულები ადამიანები ერთმანეთთან და რაღაცა ესეთი კუთხე, რომლის გაქრობასაც ვაპირებთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ უნდა გავაქროთ ისტორია, იმიტომ, რომ ის ისტორია გავაფერადოთ იმ ფერებით, რომელიც ძალიან გვაკლია ყველას. აი ქრონოლოგიურად მინდა გაიხსენო პატიმრობის პირველი დღეები, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაცინებ ახლა მაგას. ხო, დამნაშავისთვისაც რთულია, ხო, 4 კედელში გამოკეტვა, მაგრამ შენაირი ადამიანისთვის ესეთი ხიარულისთვის, სიცოცხლის მოყვარულისთვის ძალიან რთულია გამოკეტვა 4 კედელში. აი პირველი დღეები საპატიმროში. სევდაში არ წავალ და რა თქმა უნდა ცოტა ისე იუმორით შევხედავ რომ ცოტა გადავრჩეთ და ძალიან არ დავამძიმოთ მაყურებელიც. აი მე თვითონ მიკვირს ოღონდ აი როგორ არის ჩემში ესეთი ორი რადიკალურად განსხვავებული ეგო თუ არ ვიცი ხასიათი თუ ბუნება. აი ხო იყო ეს დედის ფაქტორი, რომ ძალიან ნერვიულობდი და უცებ, ოღონდ იზოლატორიდან არაფერი არ მახსოვს, იმიტომ რომ რაზე ვფიქრობდი იცი, რომ ეხლა რომ მიმიყვანენ სასამართლოში, ამ თავზე ის მეფარაკუდი ეგრეთ წოდებული ბალაკლავა, რომელზეც მეფარაკიდე კეპი, რომ დამეცვა თავი ამ რაღაც ნივთებისგან, რომელიც გედედესგან მოფრინავდა ძირითადად, როგორც წესი, აქედან მე არაფერი არ დამინახავს, იმ კვადრატში და თავს ვდებ ყველა სიტყვაზე. და ფიქრობდი რომ აი როგორ გამოვჩნდები. ოღონდ ეს იყო წამიერი და მე მივხვდი რომ ნიკა არ ხარ ნორმალური, ცოტა გადატრიალდი, დაიძინე, დაისვენე. თან იქ საკვებს არ ვიღებდი იზოლატორში, იმიტომ რომ არ ვენდობოდი, წყალს არ ვსვამდი, იმიტომ რომ არ ვენდობოდი და ვინ შემომიგზავნა უკან გავატანე. უშუალოდ დაწესებულებაში, ანუ ციხეს რასაც ვუწოდებთ, აი მახსოვს რომ გზა კიბიდან, აი პირველი მისაღები პუნქტიდან, სადაც ბუქნები მაკეთებენ ეს გამაშეშვრეს და ეს ხო გვიან გავიგე რომ თურმე არ შეიძლება და დამამცირებელია და მე უტოლდება რაღაც წამების ტოლფასია ის რაც შენს თავს ხდება. მოკლედ აი იმ კიბიდან საკნამდე მახსოვს რომ აი რაღაცა ის შინაგან ხმას რო ელაპარაკები რომ ეს ციხეა, გაუსწორე თვალი რეალობას, მაინც და მაინც ის ზღვარგადასული ფანტაზიას არ გჭირდება, იმიტომ რომ რეალობას უნდა უყურებდე და უნდა აკონტროლებდე და იყო ჯერ ეს და აი პირველი ღამე აი მართლა თან მეცინება თან მომწონს, იმიტომ რომ ყველგან გიჟივით ყოველთვის ყვები რომ თავარი ფიქრი იყო ნაძვისხე. მოკლედ ვიწყებ მზადებას, აი სექტემბრიდან მალევე პირველი სათამაშო ჩნდება დახზე და აქაც ემიგრანტებს ვემადლიერებ, იმიტომ რომ ძალიან დამასაჩუქრეს და აი ისი ბრაზი მქონდა, იცი რომ როგორ გამიბედეს, რომ აი მე გიჟივით თან ძლივს მეღირსა ეს რაღაც შედარებით ნორმალური ნაძვისხე მაღალი და აქ დგას ხოლმე და დაგვატიჟებთ ახალ წელს აუცილებლად და აუცილებლად. ხო და ნუ აი ჩართული ვარ და ოღონდ როგორ იცი ახლა ხო უყურებ არაფერი განსაკუთრებული, ჩემს სახლში არ ხდება აი ყველა კედელი, ყველა მილიმეტრი და ამას ვხედავ ოღონდ რომ ეს წელს ვერ მოხდება. ფიქრობდი რომ აი როგორი ბოროტები არიან თქვენ, იმიტომ რომ ეს იცის ყველამ ბევრი დამცინის, რომ აი როდის უნდა გადაგიყვარდეს და როგორ უნდა გადამიყვარდეს, ამით ვცხოვრობ 25 დეკემბერს ვარ დაბადებული და თუ რამე მომწონს, თან ესე ვამბობ, რომ აი ეს დეკემბერი სამყარომ შექმნა ჩემთვის, ანუ 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველი წამი არის ჩემი.
და უცებ უყურებ რომ გარედან შემომავალი სხივით აი ეს გისოსები ჭდილს რომ ტოვებს კედელზე, ანუ აქტიურად გახსენებს ეს ყოველი წამი რომ შენ ციხეში ხარ და მე ამ დროს დაჭერილი ის კი არა რომ რო არ მომკლეს და რო გადავრჩი და ყველაფერი რომ შეეძლოთ გაეკეთებინეთ და კიდე რო შეიძლება უცებ ციხეში და პლუს არ იცი რა გელოდება ოღონდ იქაც იმ სივრცეში და მე ამ დროს აი მართლა საკანში ეს იყო ძალიან ეპიკური ჩემთვის და თან ცოტა საკუთარ თავსაც დავცინოდი თან ცოტა სევდაც მოიტანა, მერე იუმორიც მოიტანა და აი ვერ მივხვდი რა მოცემულობაში იყო ჩემი ტვინი, ანუ იმ მომენტში თან სულ მქონდა ეს რომ ამასაც ვამოწმებდი რომ ფსიქოლოგთან მოვითხოვე რამდენჯერმე, იმიტომ რომ თან ვამოწმებდი საკუთარ თავს და მე დამამშვიდეს სპეციალისტებმა, ჩემ ოჯახთან დაახლოებულმა სამედიცინო სფეროს ისეთმა კარგმა წარმომადგენლებმა რომ როცა თავს ამოწმებ, ანუ ყველაფერი კარგად არის უბრალოდ ეს იყო გულწრფელად ჩემი ფიქრი რომ და რატო ვნერვიულობდი ოღონდ რომ ეს ყუთები ხო დევს და ვფიქრობდი რომ ოღონდ მართლა ეხლა ისეთი სიგიჟეა, მაგრამ ეს სიგიჟეც ხო რეჟიმმა მოიტანა, ანუ იმის გარდა რომ დედაჩემი ცუდად არ გახდენილიყო, ვფიქრობდი რომ გამხდარიყო, ვფიქრობდი რომ შევიდნენ არ დალეწონ ის ნივთები, იმიტომ რომ ეს ნაგროვებია ეს ყველაფერი, რომ აი ის ერთი სათამაშო, ის ერთი არ ვიცი სანტა კლაუსი იქნებოდა თუ რაიმე ესეთი ორნამენტის საახალ ნატურები არ დამიწყვიტონ, იმიტომ რომ ჩემს ნაძვის ხეზე 600 მეტრი მარტო ნატურა იყო და აი ესეთ რაღაცებზე ვფიქრობდი და მე რო გავუზიარე უკვე ვისთან ერთად ვიყავი, ხო, ჯერ არ ვიყავი სინდისის პატიმრებთან, უკვე პატიმრებს არ ვამბობ, მაინც რეჟიმის ტყვეები ვარ, ჩვენ პატიმარი კიდე სხვა არის. რაღაც მხრივ რაღაც გაქვს დაშავებული თუ ასე შემდეგ და როცა ვუზიარებდი, ცოტა ვფრთხილობდი, ცოტა ფაქიზად ვეუბნებოდი, რომ აი ხლა ციხეში ნაძვის ხება თუ ვინმე შეიძლება ილაპარაკოს, მარტო მე ვარ ეგეთი იდიოტი და არანორმალური. აი ესე ვიჯექი და ოღონდ ყველას უყვები. კი, ვუსწორებდი თვალს რეალობას, რომ ეს გისოსები ჩემთვის არ იყო რაღაცა ესეთი სიამოვნების მომგვრელი, თუმცა იმ გისოსებშიც რომ ვიპოვე რესურსი, რომ ნაძვის ხე ყოფილიყო ჩემთვის ტოპ თემა და არა ის, რომ ვინმე მომკლავს, ესეც ჩემი გამარჯვებაა იმ ბოროტ ადამიანებზე, რომლებიც ხედან და ამ სცენარების იმპლემენტაციაზე და აღსრულებაზე შემდეგ ფიქრობენ, რომ ბევრი დაღი დაასვან ადამიანებს და საზოგადოებას. აი ხა შენმა ოჯახის წევრებმა იციან კარგად შენი ხასიათი, რომ არასოდეს არ ეპუები ამ უსამართლობას და ნუ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო ეს, ხო? იგივე ეს შენი მე კი დახურეს სასამართლო პროცესები, მაგრამ ნუ მანამდე ხო დააგვიანდათ, მაგრამ დახურეს. ხო, დააგვიანდათ, მაგრამ დახურეს. აი, შენი ყოველი სიტყვა სასამართლო დარბაზში ნათქვამიც მიანიშნებდა იმაზე, რომ შენ არ აპირებდი გაჩერებას. შენი აზრით იმოქმედა ეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, თუ რა მოხდა? მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმე ერთპიროვნულად მაღალ პროფესიული სტანდარტით რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ აი ერთი ასეთი აზრი მაქვს და ნუ ჩემი ფიქრი ეს არის ასეთია, რომ მას შემდეგ რაც მე დამინახე სასამართლოში, ანუ მიმიყვანა რაღაც პოლიციელების რაღაც გარკვეულმა ჯგუფმა და შევედი ჩემი პირის გაღებიდანვე, იმიტომ რომ მე ესე გავაკეთე და თქვი კიდეც რომ ადამიანები ბოლოსთვის ინახავენ იმ კოზირებს, რომელიც ჯიბეში აქვთ და ანუ იმ რაღაცა მნიშვნელოვან ეპიზოდებს, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი და მე ხო რაღაცა ისე აღმოჩნდა, რომ პირველად ვარ და მით უმეტეს, არ ვიცი, არასდროს არ ყოფილი ვარ ადმინისტრაციულთაც დაჯარიმებული და აი მახსოვს თვალები, როცა კითხვა დამისვა, რომ ბატონ ნიკოლოს ხომ არ ყოფილა დაუშვათ რაიმე გადაცდომა სამსახურებრივი და აი ამ ერთ კითხვაზე და არ მოусმინე. პირდაპირ თავიდან ბოლომდე მთელი დრამატურგიით, რაც მოხდა, რაც გავიარე, ანუ ის კი არა რომ მაწამეს თუ არ მაწამეს. თავიდან ბოლომდე თანმიმდევრულად მოვუყევი. ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, სხდომა, როცა წინასწარ ორთვიან პატიმრობას მიფარდებდნენ და ჟანრი, ასე ვთქვათ, ჩემი თავდაცვის იყო აბსოლუტურად სპონტანური და თავიდან ბოლომდე გულწრფელი, იმიტომ რომ რა დროსაც რა უნდა მკითხო, როცა მე არაფერი დამიშავებია, ჩემთვის პასუხის მოძებნა საერთოდ არ არის პრობლემა. და რა მინდა ამით ვთქვა, ადამიანურად, იმიტომ რომ მე მინდა ადამიანებზე კარგი აზრის ვიყო და არ მინდა რომ ამ იმედგაცრუებამ ადამიანებისადმი რაც დამანახა ზოგადად სისტემამ, როგორც პროკურატურამ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ვინც არიან კოლაბორაციაში ერთმანეთთან, ინსტიტუციებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, არ მინდა რომ წამართვას ადამიანებისადმი ნდობა. ეს თავიდანვე აი ზოგადად სულ ვფიქრობ ასეთ ნიუანსებზე და რატომ უსვამ ხაზს. მაინც ვთვლი რომ ის ჯერ ადამიანია და შემდეგ არის მოსამართლე. პროკურორის შემდეგ თუ ვინმე მიცის რომ ჩვენ ვართ მართლები, რომ არ გავანებოთ ადვოკატებს, იმიტომ რომ ჩვენ გვიცავენ, მართალ ადამიანებს გვიცავენ, პირველი ვინც იცის რომ სამდე მართლები კი არა, მართლა კოსმოსამდე მართლები ვართ, არის მოსამართლე. ხო, იცის რა თქმა უნდა, მაგრამ ხო ფაქტია. გადაწყვეტილებაში, აი გადაწყვეტილებას გასახება, ამიტომ დავიწყე. მივდივარ ისევ იქ. ეს ადამიანები არ მოქმედებენ ერთპიროვნული, მაღალ პროფესიული სტანდარტით, იმიტომ რომ მათ რომ ასე ემოქმედათ, არც ერთი რეჟიმის ტყვე. წამს არ კი ბატონო.
გეთანხმები. ესე იგი ძალიან ბევრი ელაპარაკე დედაზე. ქალბატონ მარინაზე, რომელიც მე გავიცანი აი ამ პროცესების დროს და შემიყვარდა ჩვენ სულ კონტაქტობდით როცა ხვდებოდით ერთმანეთს და გაწითლდება და მე მოგემადლიერებით თავდახრილი ის შორის არც გამკვირვებია რომ შენ ესეთი ხარ და ლაშა ასეთი კარგი ადამიანია ამ პროცესებსაც მათ შორის აქვს ერთი სასიკეთო ჩვენ გავიცანით არაჩვეულებრივი ადამიანები ხო რომლებიც ძალიან მიყვარს პატივსაცემი და გულშემატკივრობ და მინდა რომ მათი შვილები მალე სახლში ყავდეთ და ჩაეხუტონ ისინი თავიანთ შვილებს ქალბატონ მარინას ეს ყველაფერი ცოტა ადრე მოუწია და აი არ მავიწყდება მისი სახე სასამართლო დარბაზში ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მე მახსოვრება და რა მინდოდა მეთქვა რომ აი ჩაიცვა მართლა სხვა დედებივით ეს რკინის ქალამნები და ნუ აი ბოლომდე დღესაც იბრძვის მიუხედავად იმისა რომ შენ სახლში ხარ მაინტერესებს შენი აი ნიკას დანახული ციხიდან დანახული დედა დედაჩემი არის ესეთი ძალიან მოთმინების არის არ ვიცი სასწაული ანუ დედაჩემის მოთმინების ფილა ფაქტობრივად ავსო რუსულმა რეჟიმმა სხვა შემთხვევაში აი ადამიანებს თუ კი ვსაუბრობთ კომუნიკაციაში აი მაქსიმალურად დამთმობია მეც სულ მაძლევდა ხოლმე შენიშვნას რომ აი ხისტი ხარ ცოტა მოითმინე უკან დაიხია და პირველი შემთხვევა როცა მეუბნებოდა რომ აბა რა უნდა ვქნა მართალი ხარ და დიახაც უნდა უთხრა მაგრამ საუბრობ როგორც ადამიანზე მე არ მაქვს ჯერ ნაპოვნი ის შეცდომა, რომელიც მაგალითად აი დამაფიქრებდა, რომ მე რა დედა, იმიტომ ადამიანები ვართ, ყველა ვუშვებ შეცდომას და ჯერ ასეთ ვითარებაში დედაჩემი ვერ გამოვიჭერე თუ შემიძლია ეს სიტყვა გამოვიყენო, როცა მას ან პატიება დაავიწყდა, ან დაუშვათ მიტევება და აი ეს ჩემში ეს ემოცია, რომელიც აი რაღაცა ცრემლებამდე მიდის ხოლმე, აი დედაჩემის ცრემლიანი თვალების დანახვა ძალიან რთული იყო და აი სულ ამბობდი რომ აი მარტო მაგიტო ხართ ბოროტები რომ აი რის გამო ანერვიულებთ ახლა ქალს იმიტომ რომ რაღაც ეთერები მე არ მაქვს ნანახი და მე უკვე რომ მიყვებოდნენ რომ აი ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ მე ვიცი რომ ნიკა იბრძოლებს და ნუ აი ამაზე მოუკვდი ოღონდ რაღაც შევარდი საპირფარეშოში ვიტირე და ნუ მაშინ ჯერ ცოტა ვერ მივხვდი რა გარემოცვაში ვიყავ იმიტომ რომ ვიღაც მოგზავნილ ადამიანებთან ვიყავი და დარწმუნებული ვარ ამაში სრულიად უცხოებთან და არა რეჟიმის ტყვეებთან ხაზ გავუსვამ და ცოტა ვერ მივხვდი რისთვის იყვნენ ისინი მზად ანუ რამდენად გულწრფელი ადამიანისთვის ამ პირიქით და აი ხომ ამბობ დამოუკიდებლად ვიყავი მოწყვეტილი ყველაფერს სიამოვნებას და ფუფუნებას კი არა საერთოდ გარე სამყარო ცაც არ დამინახავს წესიერად აი ძალიან ბევრს ვფიქრობდი რომ ვის შეიძლება ყავდეს ესეთი დედა, აი ესეთი ადამიანი და მე მივხვდი რომ ყველას ყავს. აი რეჟიმის აბსოლუტურად ყველა ტყვეს ყავს, იმიტომ რომ აი ვისაც არ უნდა ვკითხოთ ახლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში, ანუ ისინი არ თვლიან რომ 1 და 2 და 3 რო გამოგვიშვეს, ამით რაღაც დამთავრდა. ანუ მარტო პროცესი კი არა. ერთმანეთს და აი დედაჩემისგან ეს მაგალითად მაქვს რომ სულ მეუბნება რომ როგორ თქვა ეს ადამიანი რომ არის ზეღირებულება ნებისმიერი საგანმოაზროვნე ადამიანისთვის, ვიცი დედისგან და საბოლოო ჯამში ოღონდ სასაცილო არის ის რომ დედაჩემი ახლა ისეთ ნიუანსებს არ ითმენს და არ ატარებს. რაზეც ადრე თითქოს უთქვამს ჩემთვის ახლა გაიცინება ზუსტად ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში პრინციპებს როცა მიადგა საკითხი, ღირსებასთან როცა მივედით იმ გადაწყვეტილებასთან, რომელმაც არათუ ჩვენი პირადი ისტორია და ოჯახის თუ შვილის თუ დედის შეიძლება, ანუ ქვეყნის ბედი შეიძლება შეცვალოს. უკომპრომისო კი არა და რკინის ქალამანი კიდე ბამბა იმასთან შედარებით რაც გახდა და ოღონდ აი ყველაზე მეტად რა მომეწონა. არ მახსოვს მე მგონი ერთ-ერთ რესტორანთან იყო კლანის მოსამართლეებს რო დახვდნენ და ჩვენ მებრძოლი, ანუ დედაც და ადამიანიც კი არა, ჩვენ მე აი აბჯარ ასხმული და ძალიან ამაყი, აი თავაწეული და უკვე ინტერვიუსაც ვუყურებ, უკვე ტელევიზორი მაქვს და ასეთი სიმტკიცე და ძალა რო დავინახებ, თქვი რომ მე დედაზე ანუ მე ხა ვაგრძელებ იმაზე ფიქრს, როგორ მოვიქცევი, რას ვიტყვი, რამე არ გამომრჩეს, იქ არ დავტოვო კოლეგა უყურადღებოთ, იმას წერილი მივწერო, ეს მოვიკითხო, იმის დედა, ამის და აი სულ ასეთ რაღაცას დავიწყე ფიქრი და თან ამასობაში დაიმთხვა კიდეც რომ ლაშა ჩამოვიდა და ლაშაც და მარინაც ერთმანეთისთვის ორივე არის აი ის კალაპოტი, საიდანაც ისინი აი ახალი
ახალით და ახალი ენერგიით აივსებოდნენ და აი არ ვიცი მართლა ვამაყობ ნინო დათაშვილი იქნება თუ მზია თუ ჩვენ დანარჩენები ბიჭები აი მე მგონია რომ სამაგალითო კი არა აი თითით საჩვენებელი და აი ძალიან კაშკაშა ოჯახის წევრები გვყავს და რაღაცნაირად ვირეკლავთ თან ერთმანეთს და თან იმას თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით აღვიზარდეთ და ვთვლი რომ ასეთი ბევრია და ბევრი როა საქართველოში ასეთი ღირსეული ამიტომ გუგუნებს ის პროცესი რომ სადაც თავებს ითვლიან მაგრამ გაცილებით დიდია ის მუხტი რომელსაც ვფიქრობთ და არ ვიცი იმსახურებს ბევრ მადლობას მე ახლა როგორიც ვარ ჩემი შეცდომებით ჩემი რაღაცა წარმატებებით ყველაფრით აბსოლუტურად როგორ ნიკუშასაც იცნობთ არის თავიდან ბოლომდე დედაჩემის დამსახურება რაღაცები გავითვალისწინე რაღაცები არ გავითვალისწინე არც ერთი ბილწი სიტყვა არ მithქვამს არც ერთი ტერმინი რომელიც აი მინიმუმ ისეთი არალიტერატურული ფრაზა და პასაჟი მე არ მქონია და ეს იყო ის, რაზეც ვფიქრობდი, რომ აი დედაჩემსაც მოეწონება. თუმცა შეიძლებოდა ეგ ბევრჯერ მქონდა, მათ შორის საბაბიც მქონდა იმისთვის, რომ რო უყურებ ასეთ არაადამიანურ მოპყრობას და ანუ აი როგორ გითხრა, რაღაცა საანგარიშო რო ედოთ ძველად და დომინოს თამაშობდნენ, აი ესე გიყურებს, აი ხა ესაც გაისროკება წავა, ანუ მიესჭება და აი ესე გიყურებ, როგორც ნივთს, რომელსაც აიღებ ერთი ადგილიდან და წაიღებ და აი ის რო თუნდაც არ დავკარგე ზღვარი მატერიალურსა და სულიერს შორის, ანუ არ წავშალე ის რამაც უნდა გადაგარჩინოს. ესეც მარინას დედაჩემის დეს რომ ვეძახე მის დამსახურება. ნიკუშა გიორგი მითხრა ხო ბაძემ მაინტერესებდა რა ეს ყოველდღიური ციხის ცხოვრება როგორია და მითხრა რომ ნიკუშასო ქონდაო ყოველდღეო დილის 9 საათზეო აი სეირნობაო აი უცებ აღმოჩდი აი ამ რაღაცა შენთვის ძალიან მაგრა გავახარებ მეგრელებს იმიტომ რომ მეგრელებზე არის მე მგონი ნუ მე მეგრელებზე გამიგია მეგრელი რო ქვაზე დასვაო იქაც კი 60-ს აიშენებსო და ხო რაღაცა ასეთი და სიყვაზე რო დასვაო კი ბატონო დავაზუსტოთ და ვფიქრობ რომ ან ეს დამეხმარა ან ის ჩემი უშრეტი ფანტაზია რომელიც ყველა მიცის ეს პირველი შეჯახება აი ამ გისოსებთან ხო იცი ბოყაზე მოგედება რაღაც აი აბსოლუტურად ცივი უსიცოცხლო ისეთი გარემოა არაფერი არ არის რაც მოგწონს და იქ რაღაც დავიწყე რომ კედლის დიზაინზე მე ბევრი სარკე ერთად შევაწეპე რომ რაღაცა ყოფილიყო რომ მინდოდა რომ თითქოს მთლიანად დამენახა საკუთარი თავი მაგრამ არა ბევრი ნიკუშა ჩანდა აი დღის რუტინას რაც ეხება ნუ ეს დავალაგე მარტივად რომ უნდა მეკითხა ბევრი უნდა მეწერა ეს კორესპონდენციები ანუ საზოგადო გარი სამყაროსთან მე რაღაც ტიპის ინტერაქცია უნდა მქონდა იმიტომ რომ დროს ასაუბრა არ მეყოფოდა და ჩანს კიდეც ძალიან ბევრს ვლაპარაკობ თუ რაღაც ამოჭერით არ მეწყინება ეს მომენტი დავაგდა გასაერთნებაზე იყო ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა რაზეც მართლა ვიბრძოლი ანუ არ ვიცი 20 ოფიცერს თუ რა ყველას ველაპარაკე მათ შორის დირექტორსაც რომელიც აღარ არის დირექტორი და მის მოადგილესაც და ვითხოვდი რომ ანუ ის 1 საათი რომელიც მეკუთვნის კანონიერად თან იქ არ წერია კანონში რომ მაინც და მაინც 8-დან 9-მდე ან 9-დან 10-მდე ანუ დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა და რაღაცნაირად ესე დავალაგე რომ ეხა ზამთარი ზაფხული პლუს მინუს გავთვალე რომ სად რა შეიძლება და ყოფილიყო იმიტომ რომ მე გაზაფხული მოვიდა და მოკლედ ოპტიმალური დრო იყო 9 საათი 8 ნახევარზე მქონდა მაღვიძარა და ესეც მუდმივად იყო ანუ მართლა ვიცნობ თამაზე რომ აი რაში გჭირდება ხო ციხეში აი რატო გჭირდება და უშუალოდ მაღვიძარა მაგრამ მინდოდა იმიტომ რომ ასე ვიყავი მიჩვეული ნებისმიერ დროს მუშაობ არა ეს მაღვიძარა სულ იყო და თან რაღაც ასოციაციები ხო უნდა კონდეს ეს მოგონებები იწყებ ფრენას გახეთქებს აქეთ კედლებზე და მოკლედ ესე სტაბილურად 8 ნახევარზე რეკავდა მაღვიძარა 20 რომ მაკლდა ამ დროს ვდგებოდი ჩამოვდიოდი მეორე სართულზე მეძინა და უკვე ცხრისთვის ეს დილის საუზმე, ну რა თქმა უნდა ეს პირადი ჰიგიენა, ყველაფერი მოსწრებული, მოწესრიგებული და ხელში უკვე მოგვიანებით თავიდან არ მქონდა ეს პატარა რადიო რაღაც დეგენერატობა, ძალიან ცუდი ხმა მქონდა და მუსიკა არის აი სევდა რომელმაც, ну აი არ ვიცი, კიდე უფრო მეტი სურვილი ანუ იმდენად მწყურია რომ არ ვიცი ისევ მომბეზრდება თუ რა, იმიტომ რომ მუსიკა არ მომბეზრებია და სულ ამით ცხოვრობ და ეს არის ის რაზეც ოღონდ გული მწყდება, იმიტომ რომ ორი რადიო იყო, ეს პატარა მოწყობილობა არ იჭერდა და იქაც სულ დამქონდა ოღონდ ეს იყო ანუ ვერ ხვდებოდი მე და გიორგი ახობაძე ვიყავით საუნდტრეკი იმ მუსიკის თუ ის მუსიკა იყო ჩვენი საუნდტრეკი იმიტომ რომ აი მართლა დავწერე კიდეც სადღაც აი ორი აგრესიულად მოლაპარაკე კაკადურო წარმოვიდგინოთ რომელიც არასდროს არ ჩერდება არ ძინავს აი მე და ოღონდ ისიც არ ქონდა რომ აი ბოდიში რო გაწყვეტინებ არ არსებობდა ანუ ვინ რომელს წავართმევდით სიტყვას ოღონდ ეს ხდებოდა საკანშიც გასეირნების დროსაც და თან დამასობაში რასაკეთებდნენ ზვიადრატიანი და თორნიკე გოშაძე გოშაძე არის აი მართლა ისეთი უმშვიდესი რომ სტუმრად იყო ჩვენთან მარიზი პატივისცემა მაქენელა სიყვარული ყველას მშობელს ოღონდ ოჯახის ყველა წევრს ნებისმიერ რეჟიმის
სიტყვის მართლა უდიდესი უკიდაგანო სიყვარული ვუთხარი რომ იმდენად მშვიდია თქო რომ ვერ ვიგე ხო სულ ნერვიულობდი იმაზე რომ რამე არ გამოჩნდეს იმიტომ რომ ცოტა ეს მზრუნველობითი მომენტი მაქვს ახლა ლაშა 7 თვის იყო პირველად დედაჩემო რომ დამიტოვა მარტო ვუვლიდი ყველაფერს ვაკეთებდი და მაქვს ალბათ ესეც ღრმა ბავშვობიდან რომ ადამიანზე უნდა ვიზრუნო და ეხლა იქ ხო პირდაპირ ესე ვერ გამოვარდები ასე ვთქვათ იმიტომ რომ მე ძალიან აქტიური ვარ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და არც ამით მინდა რომ ვინმე შევზღუდო აი თორნიკესთან მქონდა ეგ მომენტი რომ არ გამომპაროდა რამე რომ თუ მოწყენილი იყო მაქვს ეს რესურსი რომ შემიძლია ვიყო ჯამბაზი და გავართო კი მეძახეს იქ რიჟიკა და გონიათ რომ შეურაცხყოფა მომაყენეს პოლიციელებმა მაგრამ აი ზვიათს რაც ეხება ზვიათთან გამომდინარე იქიდან რა თქმა უნდა ვიცოდით ახლა მე საკანში არ გამიგია პირველად ზვიად რატიანი ზვიათთან დაკავშირებით ის მქონდა რომ ნუ ეხლა ადამიანი რომელიც თავისთავად ლიტერატორია, პოეტია, კალამი ერჩის, მით უმეტეს ქარგავს აი ამ საოცარი ქართული სიტყვებით ამბავს, რომელიც მე მიყვებათ ადამიანებს და ამაზე საუბრობენ, მქონდა ის რომ იმდენი არ მელაპარაკა რომ ჯერ მუშაობაში ხელი შემეშალა და მეორე მომენტი მქონდა რომ რაღაცნაირად მეკონტროლებინა, ანუ მისთვისაც დამეტოვებინა სივრცე, იმიტომ რომ მე და გიორგი უბრალოდ მართლა სადაც წყალებში უკულტუროთ რა თქმა უნდა ხა იუმორით ვამბობ ანუ მე და გიორგის იმდენად მქონდა ეს კალაპოტი ათვისებული რომ აი ეს მქონდა რომ იქნებ რაღაც აქვს სათქმელი და არ ვიცი ერთ-ერთ კითხვაზე როცა კითხება ზვიათს რომ ზვიათ თქო რაღაცნაირად ხო არ გაწუხებთ თქო და არა თუ შემაწუხებთო და მანდ ამოვისუნთქე რომ ანუ არ ვაწუხებთ ამ ჩვენი ესეთი hard talk-ით მე და ახლობაძე და ნუ არასდროს არ ვჩერდებოდით და აი ეს აღქმები ასე ვთქვათ აი ამ კომფორტის პატარ-პატარა ზონა ერთადერთი რაც ძალიან ცუდია და ნებისმიერი ადამიანისთვის აი თათი არ არსებობს კუთხე სადაც დაუშვათ მოტრიალდები და აი თუნდაც მივხვდი რაღაცა შრეს გაი თუნდაც წამიერად რომ დარჩე საკუთარ ეს ფუფუნება არ არის ერთი ძალიან პატარა სივრცეა მაგრამ დანარჩენს მე ვფიქრობ რომ არც ერთი რეჟიმის ტყვე არ არის სუსტი კი არა საერთოდ არ მინდა ეს სიტყვა გავიხსენო ანუ ყველა იმდენად ძლიერია რომ აი ამ ვერაგს როცა ვამბობ გულისხმობ რომ აი სულიერისგან დაცრილ რაღაცა ბეტონის კედლებში ყველას აქვს ნაპოვნის საკუთარი კომფორტის ზონა და რაღაც კიდევ უარესადაც რომ მოქცეოდნენ, მაინც ვერ გაგვტეხდნენ კი არა, ანუ ჩვენში ადამიანები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოკვდებოდნენ და ეგრევე იღვიძებდა იქვე იმავე წამს ის ნიკუშა, რომელიც ამბობდა რომ უარესიც რომ მოხდეს, შენ მაინც უნდა აწიო თავი და მე მგონი დამეტყო კიდეც, ანუ ყოველ მომდევნო პროცესზე რაღაც მართლა ისე დავდიოდი, ხო, ეს კონცერტისთვის რომ იმზადები, თქვი კიდეც რომ საბადრაგო სამსახურს რომ მივყავდი, რაღაცა თითქოს სცენაზე, ნუ ბორკილები არა უშავს, მაგრამ ამასაც მოვერიე. ბოლო სასამართლოზე ვისაუბროთ, ძალიან ემოციური იყო. მე მგონი ყველა იქ დამსწრე ადამიანისთვის, შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის, დედისთვის და ძმისთვის, ნუ წარმომიდგენია. ძალიან ბევრი ხალხი იყო იმ დღეს სასამართლოში. იყო ძალიან ბევრი ნაცნობი და მათ შორის ბევრი უცნობი სახე. აი შენ თუ ელოდებოდი, აი ნიკო უშვებდი იმას, რომ გამოგიშვებდნენ, მე მგონია რომ შენ მაინც გქონდა ის იმედი, რომ საბოლოო განაჩენი დადგებოდა ის რაც დადგა. ნამდვილად და არც დამიშვია სხვა ვერსია და მაქვს შენახული ესეთ პატარა ფურცელი მქონდა და აი მაგალითად ივლისის ბოლო რიცხვებიდან დაახლოებით 5 დღე წინ ვითვლიდი პროტესტის მე რამდენი დღე იყო და 3 სექტემბერს უწევდა პროტესტის 240 დღე და ოღონდ ეს დაწერილი მქონდა ერთი კვირით ადრე ეს ანუ თარიღები და უშუალოდ მე რამდენი დღეა 10 ლავ ზოგადად ვითვლიდი აი ამ პროტესტს და რაღაცნაირად ისე დაიმთხო რომ აი იმ ფურცელზეც ჩანს ჩემი ხასიათი ანუ აღარ გრძელდება ანუ სამში სრულდება და რაღაცნაირად აი გავყავი ეს არ ვიცი ტვინი თუ ჩემი შეგრძნებები თუ სენსორები ანუ ერთი მხრივ მე ვიყავი მზად ყველაზე უვადოსთვის პირდაპირ მე არ მიფიქრია რომ 8-დან 20 არა იმიტომ რომ ფაქტია რომ რადგან ეს მე მომიფიქრეს თუ ასე მოუნდათ ანუ მაქვს ეს მზაობა რომ უნდა დამსაჯო მაგრამ მე ვამბობ რომ აი ხო არის რაღაცის გჯერა ჩემს ტვინში ფიქრი იმის შესახებ რომ მე ვინმე იქ დამტოვებდა ეს არ არსებობდა და დღესაც როცა მოვიტანე პირადი ნივთები ნახა კიდეც ჩემ ეს იყო ჩავაგებული და დღეს აღიარა რომ თურმე ეუბნებოდა ჩემს მეგობრებს რომ ნიკას უთხარით რაღაცა ცუდი რომ მოხდეს და მე როგორ აი როგორ გითხრა 3 სექტემბრის მერე ჩემს თავს მე იმ გისოსებში და იმ ბეტონის ჯოჯოხეთში უბრალოდ ვერ ვხედავდი თან არ ვხედავდი თან რა მქონდა იცი ოღონდ ამას ვიტყვი აი ეს სიტყვები რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იქნას თუ როგორც არის ეს ფრაზა აი ეს უნდა მომესმინა ანუ ეს სიმართლე ესეულად ვერ დაიფარებოდა და ის დაგვიანებული მაგრამ აკრძალული მედია დარბაზებში
მაინც არ აღმოჩნდა იმდენად ეფექტური მათთვის, იმიტომ რომ ანუ ჩვენი ხმა მაინც იჯდნენ და წერდნენ ჩვენი კოლეგები და პირდაპირ ეთერის რეჟიმში უყვებოდნენ საზოგადოებას რა ხდებოდა და აი ამ პროცესების ბოლო მაინც იყო ეს, ანუ აი სენტიმენტებს რაც ეხება და სიმძიმეს ვიტყვი რომ ყველაზე რთული იყო ორი ეპიზოდი, ეს იყო აი როცა დაიწყო ამ რაღაც ტექსტის გაწევლა და თითქოს მიუბრუნდა ამ ტექსტს და მე ისევ დაბრუნდა და თითქოს მიშვებს თუ არ მიშვებს და რაღაც მომენტში თათია ვიგრძენი რომ ის კი არა რომ დედაჩემის სუნთქვა თან დავინახე დედაჩემის ხელი აქედან მაგდა სეჭირა იქიდან ანუკა ჟორჟოლიანს ანუ რაღაცნაირად დედაჩემი ნუ არ ვიცი ემოციების მორევში იყო და დედა კი არა ან მესმის დარბაზის ანუ აი რამდენი ადამიანიც იყო ყველას გულის ფეთქვის ხმა ანუ აი გულის გუგუნი და სუნთქვა გახშირებული და მეთქი აი რაღაცა არ მოხდეს ახლა უბედურება იმიტომ რომ საბოლოოდ დედაჩემსაც ვეხმარებოდი რომ მე მგონი უარყოფითი განაჩენისთვის რაღაცა უბედურებისთვის უფრო მზად იყავი თქო რაღაცნაირად ესა იყოს ნუ გასაგებია რატომაც ამ რეალობაში გვაცხოვრებენ და მეორე უმძიმესი შემთხვევა იყო ჩემთვის ყველაზე მეტად არ მინდოდა დამთხოვდა ჩემი გაშვება ვინმეს დატოვებას. ძალიან ფაქიზად ვიტყვი. ყველაზე მეტად ვისთვისაც მერიდებოდა, მეუხერხულებოდა და აი არ ვიცი, ეხაც მაქსიმალურად ვაკონტროლებ თავს, არ მინდოდა რომ რაღაცნაირად იმ მომენტში აი საუკეთესო შემთხვევა იქნებოდა თუ ვერ დავინახავდი რეჟიმის დანარჩენი ტყვეების მშობლებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად საკუთარ თავს ასე დავავალდებულე რომ რაღაცა დაშავდა თითქოს ამით რომ აი ამიტომა ბოროტი ეს რეჟიმი და სისტემა რომ რეალურად ხო არავინ არ ვიცოდით ვინ იქნებოდა პირველი, ვინ მეორე, ვინ მესამე და აი რაღაცნაირად მინდოდა რომ იქნებ ისე დაალაგდეს რომ აი ცოტა მოგვიანებით და მე იმიტომ რომ წარმოიდგინე შენამდე რამდენიმე საათით ადრე მიუსაჯეს 11 კაცს მანამდე საბას ხვიტარიძეს წინა დღეს მიუსაჯეს 8 კაციან ჯგუფს და აი არ ვიცი უმძიმესი ორი ღამე იყო და ამ დროს შენ უნდა შეხედო რაღაცნაირად უნდა გაუღიმო მშობელს და ყველაზე დიდი უხერხულობა იყო და თუ არ ყოფნის რეჟიმს ითამამე და ფაქტია რომ არ ყოფნის აი ამ ემოციისთვის რომ ჩვენ აგვიკრძალეს თითქოს სიხარული აი მაინც არ ვიცი გავიხედე ხვიტარიძეს მშობლებს გადაბადრული სახე აქედან ნანი მოვიდა ნიკა დედას ჩაიხუტე ხელი ანუ ხალხო ამდენი ადამიანი საკუთარი ტრაგედია უბრალოდ იმ მომენტში ქონდათ გადადებული გვერდზე და მოვკვდი აი მართლა იმ დროს მინდოდა რომ აი მიწა გასკდეს და თუ ეს ჩემი მიწის გასკდომა იქნება იმის გადამწყვეტი რომ ეს ბიჭები აი მაგისთვისაც მზად ვიყავი ეს იყო ურთულესად ჩემთვის გადასატანი მორალურად აი ურთულესი და აი ამ ემოციებმა ადამიანურმა ფაქტორმა აი როგორ გითხრა იქ ვიღაცის დედა არ შემოუშვეს ვიღაცის დედა საერთოდ უბრალოდ გააქრეს ანუ შეეწირა ამ ამბავს და ის ტრაგედია ყველამ ვიცით ხო ჯაფარიძეს ვახსენებ თუ ახობაძეს ვახსენებ თუ ცხადაძეს ვახსენებ რა ტრაგედიებიც მოხდა ამ ოჯახებში და ის კი არა ვიდრე ამ ტრაგედიებზე ვისაუბრებ სულ მახსენდება პირველი ჩემი შოკი რაც მივიღე იყო ირაკლი ქერაშვილის დედის ამბავი რომელიც უბრალოდ ხელის დასაქმნელად შვილს არ დაანახეს და დედაჩემს რომ ურეკავდი ხანმოკლე პაემაზას როცა ხვდებოდი სულ ვეუბნებოდი რომ ანუ მე თუ ამას შევეგუები კი არა ამას მივიღე ანუ ახსნას მოუძებნი ესე იგი მე არ ვარ ადამიანი და მე არ მინდა რომ როდესმე ვინმესთვის ვიყო არ ადამიანი აი დღესაც ვამბობ ჩემი ტვინი ერევა იმას რომ ჩემზე აი ესე იძალა და სისტემამ და გამწირა ბოროტებისთვის მაგრამ აი ამას რომ ვიღაცას შენ არ მიეცი საშუალება რომ საკუთარი შვილი უბრალოდ ნახოს შეხედოს და მზერით ეს ენერგია წაიღოს ემიგრაციაში და ვიღაცა საკუთარ შვილს, საკუთარ დედას ვეღარ ეტყვის მიყვარხარ, ვიღაც ვეღარ იზრუნებს საკუთარ მშობელზე, იმიტომ რომ უბრალოდ რეჟიმი აი ასეთი სასტიკია, ჩემი ტვინი არ შეეგუება ამას და არც მოვძებნი კალაპოც, რომელშიც მე ვიპოვი შინაარსს, რომ აი ამით მე გავამართლებ აი ამ ბოროტებას. ეს არ არის ის, რასაც მოიგონებ, ეს არის ის, რაც გადაგხვდა, რაშიც გვაცხოვრებენ და მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მე არ გამიხარდება შენი ბედნიერება. მე ვერ ვიხარებ მეგობრის წარმატებით. მე უნდა ვიფიქროთ ცუდზე და ამ ცუდით უნდა, ანუ არ მინდა ისეთ საქართველოში, მინდა ისეთ საქართველოში, სადაც გაბადრულები ერთმანეთს დაბადების დღესაც მიულოცავთ, წარმატებასაც მიულოცავთ და მიულოცავთ აი იმ ბევრ გამარჯვებას, რომელიც საქართველოს ძალიან ჭირდება და მალე იქნება. აუცილებლად მინდა ყველა რეჟიმის პატიმარს ვუსურვო, რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლება და რაც მთავარია ამ ქვეყანას აი რაღაცა სამშვიდობოს გასვლა ეთქო და საბოლოოდ. ის ნათელი სხივი, რომელიც ძალიან გვაკლია და უმოკლესად ვიტყვი ყველგან ვამბობ. ბიჭებთან მაქვს მარტო ერთი და რა თქმა უნდა ორ სამაგალითო ქალთან სათქმელი. ზუსტად იმას გავაკეთებ და იმ დოზით, რასაც თავად გააკეთებდნენ. იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ გამოგვასწრებდნენ და დაუშვათ მე ვიქნებოდი ტყვეობაში. აი ზუსტად იმას გავაკეთებ, რაზეც ისინი უკან არ დაიხევდნენ.
დიდი მადლობა ნიკუშა მადლობა თქვენ. წარმატებები შენ და წარმატებები ყველას ჩვენ. ყველა ჩვენს ქვეყანას. Dai, ti dico,